1995 წელს, როდესაც საქართველოს უშიშროების სამსახურის ოფიცრები შევიდნენ ერთ-ერთ ბინაში თბილისის ცენტრში, მათ იპოვეს რაღაც, რაც არასოდეს უნდა არსებულიყო. დოკუმენტების პაკეტი, რომელიც შეიცავდა სახელებს, თარიღებს, ადგილებს და თანხებს ყველაფერს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა ძალაუფლების ჩრდილოვანი სისტემა საქართველოში 1992-დან 1995 წლამდე. ამ დოკუმენტებში იყო ჩანაწერები ოპერაციების შესახებ, რომლებიც ოფიციალურად არასოდეს მომხდარა, შეხვედრების შესახებ, რომლებიც არ ჩაწერილა არც ერთ ოფიციალურ ოკში და გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებმაც შეცვალა ქვეყნის ბედი. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ დოკუმენტებში არ იყო სამი გვერდი, სწორედ ის გვერდები, სადაც უნდა ყოფილიყო ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ რეალურად იდგა ამ ყველაფრის უკან. ვინ მისცა ბრძანება? ვინ იცოდა ყველაფერი თავიდანვე? და რატომ, სწორედ ამ გვერდების გაქრობის შემდეგ დაიწყო ის, რასაც ისტორიკოსები უწოდებენ მხედრიონის დასასრულს. ეს დოკუმენტები, რომლებიც დღესაც ინახება სპეციალურ საცავში, შეიცავს ბეჭდებს სრულიად საიდუმლო და განადგურებას ექვემდებარება, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ისინი უნდა შემორჩენილიყო. რატომ? რას ელოდა ეს ადამიანი? და რატომ ამ დოკუმენტების გამოჩენის შემდეგ რამდენიმე ყოფილმა მაღალჩინოსანმა უარი თქვა ინტერვიუზე და გაქრა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. 1999 წლის აგვისტოში სტადიონ დინამოზე, თბილისში, ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომ ესმინათ გამოცხადება, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. ეს იყო დრო, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, როდესაც ძველი წესრიგი ინგრევა და ახალი ჯერ არ დამყარებულა. ხალხი ეძებდა ძალას, რომელიც დაიცავდა მათ ქაოსისგან, რომელიც მოდიოდა. და სწორედ ამ დღეს გამოცხადდა მოძრაობა, რომელსაც ეწოდა მხედრიონის სიტყვა, რომელიც ნიშნავს მხედრებს, მეომრებს, იმ ადამიანებს, ვინც დაიცავს ქვეყანას. ტრიბუნაზე იდგა ადამიანი, რომელიც უკვე იყო ცნობილი თბილისში, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული რეპუტაცია. ჯაბა იოსელიანი, თეატრმცოდნე, მწერალი და როგორც ზოგიერთი ამბობდა, კანონიერი ქურდი ადამიანი, რომელიც იცნობდა როგორც ინტელექტუალურ სამყაროს, ისე ქუჩის წესებს. მისი სიტყვები იყო მარტივი და ძლიერი, საქართველოს სჭირდება ძალა, რომელიც დაიცავს მას არა მხოლოდ გარე მტრებისგან, არამედ შიდა ქაოსისგანაც. და ხალხმა დაუჯერა. რატომ? რადგან ისინი ხედავდნენ, რომ სახელმწიფო აღარ აკონტროლებდა ვითარებას, რომ პოლიცია უძლური იყო, რომ ძველი სისტემა იშლებოდა და ახალი ჯერ არ არსებობდა. მაგრამ ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც რეალურად ააშენეს მხედრიონი? ვინ იდგა იოსელიანის გვერდით და აქცევდა სიტყვებს რეალურ ძალად? ერთ-ერთი ამ ადამიანთაგანი იყო გიგა გელაშვილი, სახელი, რომელიც დღეს ცნობილია ძალიან ცოტა ადამიანისთვის, მაგრამ რომელიც 1992-დან 1995 წლამდე იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურა თბილისში. გელაშვილი არ იყო ადამიანი, რომელიც ეძებდა პუბლიკურობას, მას არ უყვარდა კამერები, არ აძლევდა ინტერვიუებს, არ გამოდიოდა ტრიბუნებზე. მაგრამ ყველა, ვინც იცნობდა მხედრიონის შიდა სტრუქტურას, იცოდა, თუ იოსელიანი იყო სახე, გელაშვილი იყო ხელი, ის ხელი, რომელიც ასრულებდა გადაწყვეტილებებს. 1993 წელს მას დაენიშნა გადამრჩენელთა კორპუსის თავმჯდომარედ სტრუქტურა, რომელიც ოფიციალურად იყო საშველო სამსახური, მაგრამ რეალურად იყო მხედრიონის საბრძოლო ბირთვი. სწორედ ეს ადამიანები, გელაშვილისა და მისი ადამიანების ჯგუფი, აკონტროლებდნენ ქუჩებს, წყვეტდნენ კონფლიქტებს, იცავდნენ ბიზნესებს და ასრულებდნენ იმ ბრძანებებს, რომლებზეც ოფიციალური ხელისუფლება არ ლაპარაკობდა. მაგრამ როგორ მოხდა ეს? როგორ გადაიქცა პატრიოტული მოძრაობა, რომელიც დაიწყო სტადიონზე 1999 წელს, ძალად, რომელიც 1992-დან 1993 წლებში ფაქტობრივად აკონტროლებდა დედაქალაქს? პასუხი იწყება 1990 წელს, როდესაც მხედრიონმა მიიღო ლეგალური სტატუსი. ეს არ იყო უბრალოდ ფორმალობა, ეს იყო გარიგება. წყაროების თანახმად, ამ სტატუსის მიღებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა გურამ გელაძემ, რომელიც იმ დროს იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და აგროპრომის თავმჯდომარე. რატომ დაეხმარა მაღალჩინოსანი საბჭოთა ფუნქციონერი ორგანიზაციას, რომელიც აშკარად არ იყო ნაწილი ოფიციალური სისტემისა? ზოგიერთი ამბობს, რომ გელაძე ხედავდა მომავალს, ხედავდა, რომ საბჭოთა კავშირი იშლება და სჭირდებოდა ახალი მოკავშირეები. სხვები ამბობენ, რომ იყო პირადი კავშირები, ძველი ურთიერთობები, რომლებიც უკან იწევდა 1970-იან წლებში. მაგრამ ფაქტი რჩება, მხედრიონმა მიიღო ის, რაც სჭირდებოდა, ლეგალურობა. და ამ ლეგალურობით მათ შეეძლოთ ის, რაც სხვებს არ შეეძლოთ, შეიარაღება, ორგანიზება, მოქმედება ღიად.
1991 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდია გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მხედრიონი უკვე იყო ძალა, რომელსაც არ შეეძლო იგნორირება. გამსახურდია ცდილობდა შეექმნა ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება, მაგრამ მხედრიონი არ იყო ორგანიზაცია, რომელიც ემორჩილებოდა ბრძანებებს. და აქ იწყება ის ისტორია, რომელიც დღემდე აღძრავს კითხვებს, რა მოხდა რეალურად 1992 წელს, როდესაც გამსახურდია დამხობილი იქნა. ვინ იდგა ამ გადატრიალების უკან? და რა როლი ითამაშა გიგა გელაშვილმა იმ მოვლენებში, რომლებმაც შეცვალა ქვეყნის ბედი? 75 წლის განმავლობაში არავინ ლაპარაკობდა. ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ რა მოხდა რეალურად 1992-დან 1995 წლებში თბილისის ქუჩებში, ინახავდნენ სიჩუმეს. ზოგი შიშისგან, ზოგი ლოიალობისგან, ზოგი იმიტომ, რომ უბრალოდ გადარჩენა სურდა. მაგრამ დღეს, პირველად ამდენი წლის შემდეგ, ერთ-ერთი ყოფილი მხედრიონის წევრი, ადამიანი, რომელიც იყო გიგა გელაშვილის პირად დაცვაში, თანახმა ისაუბროს. მისი ხელები ჯერ კიდევ კანკალებს, როდესაც იგონებს იმ დღეებს. ბოლო წუთამდე ვფიქრობდით, რომ გადავრჩებოდით, ამბობს ის, თვალებში შიშის ჩრდილით, რომელიც არასოდეს გაქრა. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? რა ხედავდა ის იმ ოთახებში, სადაც მიიღებოდა გადაწყვეტილებები? და რატომ, ამდენი წლის შემდეგ, მას ჯერ კიდევ შიშია ლაპარაკი? ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი მხედრიონის შიდა წრიდან საუბრობს პირველად იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ინახავდნენ 10 წლეულების განმავლობაში. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით მხედრიონის ბოლო დღეების შესახებ. პირველი მოწმე, ვუწოდოთ მას, გიორგის იყო ერთ-ერთი იმ 12 ადამიანისგან, რომლებიც ყოველდღე ახლდნენ გელაშვილს. ის არ იყო ადამიანი, რომელიც ბევრს ლაპარაკობდა, იხსენებს გიორგი. მაგრამ როდესაც ლაპარაკობდა, ყველა უსმენდა. არა იმიტომ, რომ ეშინოდათ, თუმცა დიახ, ეშინოდათ, არამედ იმიტომ, რომ იცოდნენ, მისი სიტყვები იყო ჯაბა იოსელიანის სიტყვები. გელაშვილი იყო ხიდი იოსელიანსა და ქუჩას შორის. 1992 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიას მთავრობა დაეცა, მხედრიონი იყო ერთ-ერთი ძალა, რომელმაც ეს მოხდინა. მაგრამ როგორ? რა იყო რეალური მექანიზმი? გიორგი იხსენებს ერთ ღამეს, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე გამსახურდია დატოვებდა თბილისს. გელაშვილმა შეკრიბა ჩვენ, დაახლოებით 30 ადამიანი, ერთ სახლში ვაკეში. მან თქვა, ბიჭებო, ყველაფერი იცვლება. ძველი წესრიგი მთავრდება. ახალი იწყება. ვინც ჩვენთან არის, გადარჩება. ვინც ჩვენს წინააღმდეგ არის, მან არ დაასრულა წინადადება. არ იყო საჭირო. ყველამ მივიგეთ. რას ნიშნავდა ეს? რას ნიშნავდა გადარჩება? და ვინ იყო ის, ვინც არ გადარჩა? მეორე მოწმე, ქალი, რომელიც მუშაობდა გადამრჩენელთა კორპუსის ოფისში, იხსენებს სხვა დეტალებს. 1992-დან 1993 წლებში ჩვენი ოფისი იყო ყველაზე ძლიერი ადგილი თბილისში, ამბობს ის. არა მთავრობა, არა პოლიცია, ჩვენ. ადამიანები მოდიოდნენ ჩვენთან პრობლემებით. ბიზნესმენები, რომლებსაც ჰქონდათ კონფლიქტები. ოჯახები, რომლებსაც სჭირდებოდათ დაცვა. პოლიტიკოსები, რომლებსაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა. და ჩვენ ვაძლევდით მათ ამას. მაგრამ ყველაფერს ჰქონდა ფასი. რა იყო ეს ფასი? ფული? ლოიალობა? თუ რაღაც სხვა? ქალი ჩუმდება, შემდეგ ამბობს, ზოგჯერ ფასი იყო უბრალოდ ის, რომ იცოდი ზედმეტს. და ეს იყო ყველაზე საშიში ფასი. რას ნიშნავს ეს? რა იყო ის ცოდნა, რომელიც იყო საშიში? და რატომ, ამდენი წლის შემდეგ, ეს ქალი ჯერ კიდევ ფრთხილად ირჩევს სიტყვებს? მესამე მოწმე, ყოფილი მძღოლი, რომელიც ატარებდა გელაშვილს მთელ თბილისში, იხსენებს ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მუშაობდა სისტემა. ერთხელ 1993 წელს ჩვენ მივდიოდით შეხვედრაზე ერთ რესტორანში რუსთაველზე. გზაში გელაშვილმა მიიღო ზარი. მან მოусმინა, არაფერი თქვა, გამორთო ტელეფონი და მითხრა, შეცვალე მარშრუტი. მივდივართ სხვა ადგილას. მე არ ვკითხე რატომ, არასოდეს ვკითხულობდი. მივედით ერთ სახლში საბურთალოზე. იქ უკვე იყო 5 მანქანა. გელაშვილი შევიდა შიგნით, დარჩა 2 საათი. როდესაც გამოვიდა, მისი სახე იყო ქვისებური. მანქანაში ჩაჯდა და თქვა, ყველაფერი იცვლება. მზად იყავი. მეორე დღეს გავიგე, რომ ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც იყო ჩვენი პარტნიორი, გაქრა.
არავინ ლაპარაკობდა ამაზე. არავინ კითხულობდა. ყველა მიცოდა, ზოგიერთ კითხვას არ აქვს პასუხი. რა მოხდა იმ სახლში საბურთალოზე? ვინ იყო ის ბიზნესმენი? და რატომ ამდენი წლის შემდეგ ეს მძღოლი ჯერ კიდევ არ ამბობს მის სახელს? ეს სამი ისტორია. სამი ფანჯარა იმ სამყაროში, რომელიც არსებობდა თბილისში 1992-დან 1995 წლამდე. სამყარო, სადაც ოფიციალური ხელისუფლება იყო ერთი, მაგრამ რეალური ძალა იყო სხვა. სამყარო, სადაც გიგა გელაშვილი და მხედრიონი იყვნენ ის, ვინც რეალურად აკონტროლებდა ქუჩებს, ბიზნესებს და ზოგჯერ ადამიანების ბედს. მაგრამ როგორ მოხდა ეს? როგორ გადაიქცა ორგანიზაცია, რომელიც დაიწყო როგორც პატრიოტული მოძრაობა, ძალად რომელიც აკონტროლებდა დედაქალაქს? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ 1992 წელს საქართველო იყო ქვეყანა ქაოსში. გამსახურდიას დამხობის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა ედუარდ შევარდნაძე, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო ავტორიტეტი, მაგრამ არ ჰქონდა რეალური ძალა ქვეყნის შიგნით. მას სჭირდებოდა მოკავშირეები. და მხედრიონი იყო ერთ-ერთი ის ძალა, რომელმაც დაეხმარა მას ხელისუფლების დამყარებაში. მაგრამ ეს იყო გარიგება ეშმაკთან, გარიგება, რომელიც მოგვიანებით დაუჯდებოდა ძვირად როგორც შევარდნაძეს, ისე თავად მხედრიონს. 1992-დან 1993 წლებში მხედრიონი იყო არა მხოლოდ შეიარაღებული ორგანიზაცია, ისინი იყვნენ ნაწილი ხელისუფლების. ჯაბა იოსელიანი იყო წევრი სახელმწიფო საბჭოსი. თემურ ხაჩიშვილი, კიდევ ერთი მხედრიონის ლიდერი, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ისინი არ იყვნენ ჩრდილში, ისინი იყვნენ ღიად, ლეგალურად, ოფიციალურად. და გიგა გელაშვილი, როგორც გადამრჩენელთა კორპუსის თავმჯდომარე, იყო ის ადამიანი, რომელიც აკავშირებდა ამ ოფიციალურ სტრუქტურას ქუჩის რეალობასთან. მაგრამ რა ხდებოდა რეალურად იმ ქუჩებზე? რას აკეთებდნენ მხედრიონის წევრები, როდესაც არავინ უყურებდა? და რატომ 1995 წელს შევარდნაძემ გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო? 1994 წლის დეკემბერში, ღამის 2 საათზე, თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელიც არ იყო არც ერთ ოფიციალურ ჩანაწერში. არც საჰაერო მოძრაობის კონტროლის ჟურნალში, არც საბაჟოს დოკუმენტებში, არც უშიშროების სამსახურის ოქმებში. ეს თვითმფრინავი მოვიდა ღამის სიბნელეში, დაეშვა მოკლე ხნით და გაფრინდა გამთენიისას. მაგრამ ერთმა ადამიანმა დაინახა ეს ყოფილმა აეროპორტის თანამშრომელმა, რომელიც იმ ღამეს მუშაობდა ღამის ცვლაში. მე ვიყავი ტერმინალში, როდესაც დავინახე მანქანები, რომლებიც მიდიოდნენ ჩამოსასვლელი ბილიკისკენ, იხსენებს ის. ეს არ იყო ჩვეულებრივი მანქანები, ეს იყო ჯიპები შავი მინებით, ისეთები, რომლებსაც იყენებდნენ მაღალჩინოსნები. მე დავინახე, როგორ გადმოვიდა ერთი ადამიანი თვითმფრინავიდან, მაღალი, ქურთუკში, ქუდით. მას ახლდა ორი კაცი. ისინი ჩაჯდნენ მანქანაში და წავიდნენ. მთელი ოპერაცია გაგრძელდა 15 წუთი. მეორე დღეს, როდესაც ვკითხე ჩემს უფროსამის შესახებ, მან მითხრა, რა თვითმფრინავი? არაფერი არ ყოფილა. და თუ გინდა, რომ შენი სამსახური შეინარჩუნო, დაივიწყე, რაც დაინახე. ვინ იყო ეს ადამიანი? საიდან მოვიდა ის? და რატომ იყო ეს ვიზიტი ისეთი საიდუმლო, რომ თვითმფრინავის ჩამოსვლა წაიშალა ყველა ოფიციალური ჩანაწერიდან? წყაროების თანახმად ამ ღამის შემდეგ რამდენიმე დღეში მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მანამდე ინარჩუნებდა ფრთხილ ბალანსს მხედრიონთან, უეცრად შეიცვალა. მისი განცხადებები გახდა უფრო მკაცრი. მისი შეხვედრები მხედრიონის ლიდერებთან შეწყდა. და ყველაზე მნიშვნელოვანი, მან დაიწყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება კანონი და წესრიგი, ფრაზა, რომელიც ყველამ გაიგო როგორც გაფრთხილება მხედრიონისთვის. რა მოხდა იმ შეხვედრაზე, რომელიც არ არსებობს არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში? ვინ იყო ის უცხოელი ვიზიტორი? და რა უთხრა მან შევარდნაძეს, რამაც შეცვალა მთელი სიტუაცია? ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი, რომელმაც მოიტანა ინფორმაცია მხედრიონის საერთაშორისო კავშირების შესახებ, კავშირები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ინტერესებს. სხვები ამბობენ, რომ ეს იყო დასავლეთის აგენტი, რომელმაც მოიტანა ულტიმატუმი, ან შევარდნაძე აკონტროლებს მხედრიონს, ან დასავლეთი შეწყვეტს მხარდაჭერას საქართველოსთვის. მესამე ვერსია ამბობს, რომ ეს იყო ვიღაც კიდევ უფრო ძლიერი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია თავად შევარდნაძის შესახებ, ინფორმაცია, რომელიც შეეძლო გამოეყენებინა მის წინააღმდეგ. რომელი ვერსია არის სწორი?
და რატომ ამდენი წლის შემდეგ არავინ ლაპარაკობს იმ ღამის შესახებ. რაც არ უნდა მოხდარიყო იმ შეხვედრაზე, შედეგი იყო აშკარა. 1995 წლის დასაწყისში შევარდნაძემ გასცა ბრძანება მხედრიონის განიარაღების შესახებ. ეს არ იყო მოლაპარაკება, ეს იყო ულტიმატუმი. მხედრიონმა უნდა ჩაებარებინა იარაღი, დაეშალა მისი სამხედრო სტრუქტურები და გადაქცეულიყო უბრალოდ პოლიტიკურ ორგანიზაციად. ჯაბა იოსელიანი და მისი ახლობლები უარყვეს. ისინი ამბობდნენ, რომ მხედრიონი არის ის ძალა, რომელმაც დაიცვა საქართველო ქაოსისგან, რომელმაც დაეხმარა შევარდნაძეს ხელისუფლებაში მოსვლაში და რომ ახლა ეს არის ღალატი. მაგრამ შევარდნაძე აღარ უსმენდა. რატომ? რადგან მან იცოდა რაღაც, რასაც მხედრიონის ლიდერები არ იცოდნენ, დრო იცვლებოდა. საერთაშორისო საზოგადოება აღარ იყო მზად მხარი დაეჭირა ქვეყანას, სადაც შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებდნენ დედაქალაქს. დასავლეთის თავაზობდა საქართველოს ინტეგრაციას, ინვესტიციებს, მხარდაჭერას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ქვეყანა გახდებოდა ნორმალური ქვეყანა, სადაც კანონი მართავს, არა იარაღი. გიგა გელაშვილი იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ყველაზე კარგად ესმოდა, რა ხდებოდა. წყაროების თანახმად 1995 წლის გაზაფხულზე მან ჰქონდა რამდენიმე საიდუმლო შეხვედრა იოსელიანთან. ამ შეხვედრებზე ისინი განიხილავდნენ ვარიანტებს და ემორჩილნენ თუ არა შევარდნაძეს, წინააღმდეგობა გაეციათ თუ არა, ან სცადონ თუ არა გარიგება. გელაშვილი, როგორც ყოველთვის, იყო პრაგმატული. მან ესმოდა, რომ სიტუაცია იცვლებოდა, რომ ძველი წესები აღარ მუშაობდა, რომ მხედრიონი აღარ შეეძლო არსებობა ისე, როგორც არსებობდა 1992-დან 1994 წლებში. მაგრამ იოსელიანი არ იყო ადამიანი, რომელიც ადვილად უკან იხევდა. მას სჯეროდა, რომ მხედრიონი იყო არა მხოლოდ ორგანიზაცია, არამედ იდეა იმის შესახებ, რომ საქართველოს სჭირდება ძალა, რომელიც დაიცავს მას, როდესაც სახელმწიფო სუსტია. და ეს იდეა მისი აზრით არ შეეძლო მიტოვება. ეს იყო ფუნდამენტური კონფლიქტი არა მხოლოდ ძალაუფლების შესახებ, არამედ ხედვის შესახებ, რა უნდა იყოს საქართველო. ქვეყანა, სადაც კანონი მართავს, თუ ქვეყანა, სადაც ძლიერი მართავს. 1995 წლის 29 აგვისტოს მოხდა ის, რამაც შეცვალა ყველაფერი. ედუარდ შევარდნაძეს მოუწყვეს თავდასხმა, ბომბი აფეთქდა მის მანქანის გვერდით, როდესაც ის მიდიოდა პარლამენტში. შევარდნაძე გადარჩა, მაგრამ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. და დაუყოვნებლივ დაიწყო ბრალდებები, შევარდნაძემ და მისმა გუნდმა დაადანაშაულეს მხედრიონი. ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო მცდელობა მოკლისა, რომ მხედრიონის ლიდერები სურდათ შევარდნაძეს აღება ხელისუფლებიდან ძალით. მხედრიონი უარყოფდა ამას, ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომ შევარდნაძეს სურდა საბაბი მხედრიონის განადგურებისთვის. ვინ იყო მართალი? დღემდე არავინ იცის ზუსტად. მაგრამ ფაქტი რჩება, ამ თავდასხმის შემდეგ შევარდნაძეს ჰქონდა ის, რაც სჭირდებოდა, საზოგადოების მხარდაჭერა მხედრიონის წინააღმდეგ. ხალხი, რომელიც მანამდე იყო გაყოფილი, ზოგი მხარს უჭერდა მხედრიონს როგორც დამცველებს, ზოგი ეშინოდა მათი როგორც ბანდიტების, ახლა უმრავლესობა ამბობდა, საკმარისია. საქართველოს სჭირდება კანონი, არა იარაღი. და შევარდნაძემ მოქმედა სწრაფად და გადამწყვეტად. 1995 წლის შემოდგომაზე დაიწყო დაკავებები. ჯაბა იოსელიანი, თემურ ხაჩიშვილი და ათობით სხვა მხედრიონის ლიდერი დააკავეს. მათ წაუყენეს ბრალდებები, ორგანიზებული დანაშაული, იარაღის უკანონო შენახვა, მკვლელობები, გაძარცვები. დაიწყო ის, რასაც მოგვიანებით უწოდეს საუკუნის პროცესი, სასამართლო პროცესი, რომელმაც უნდა დაესრულებინა მხედრიონის ეპოქა. და გიგა გელაშვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც დააკავეს. ადამიანი, რომელიც 1992-დან 1995 წლამდე იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურა თბილისში, ახლა იჯდა საკანში, ელოდა სასამართლოს. რას ფიქრობდა ის იმ დღეებში? ინანებდა თუ არა? ან ფიქრობდა, რომ ეს იყო უბრალოდ თამაშის ნაწილი, თამაში, რომელშიც ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ კი კარგავ? ჩვენ არ ვიცით. რადგან გელაშვილი, როგორც ყოველთვის, ინახავდა სიჩუმეს. მაგრამ ის, რაც ვიცით, არის ის, რომ მისი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ძალა გადაიქცეს სისუსტედ, თუ როგორ შეიძლება იდეა გადაიქცეს ტრაგედიად და თუ როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ იცავდა თავის ქვეყანას, აღმოჩნდეს როგორც ის, ვინც ზიანს აყენებდა მას. ეს არის გაკვეთილი, რომელიც საქართველომ ისწავლა ძვირი ფასით 1990-იან წლებში.
და ეს არის გაკვეთილი, რომელიც დღესაც რჩება აქტუალური. ნებისმიერი უკონტროლო ძალა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად პატრიოტული იყოს მისი დასაწყისი, ბოლოს მთავრდება კატასტროფით. ბოლო წუთამდე ვიფიქრეთ, რომ გადავრჩებოდით, ამბობს ყოფილი ოფიცერი, რომელიც იყო გიგა გელაშვილის პირად დაცვაში, ხელები ჯერ კიდევ უკანკალებს 75 წლის შემდეგ. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს, პირველად ამდენი 10 წლეულის შემდეგ, სამი ყოფილი წევრი მხედრიონის შიდა წრიდან ლაპარაკობს იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ინახავდნენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მათი მოწმობები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით მხედრიონის ბოლო დღეების შესახებ. ეს დოკუმენტი, რომელსაც ვხედავთ დღეს, ყვითელი ქაღალდი, რომელზეც ძლივს იკითხება ხელით დაწერილი ტექსტი, შეიცავს ბეჭედს, სრულიად საიდუმლო და თარიღს, 1995 წლის ივლისი. ეს არის ერთ-ერთი იმ დოკუმენტებიდან, რომლებიც იპოვეს უშიშროების სამსახურის რეიდის დროს. ამ ქაღალდზე დაწერილია სახელები, 15 სახელი ადამიანების, რომლებიც უნდა მოეშორებინათ 1995 წლის შემოდგომაზე. ეს არ იყო სავაჭრო სია, ეს იყო სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ხდებოდნენ პრობლემა მხედრიონისთვის. ვინ შეადგინა ეს სია? რატომ სწორედ ეს 15 ადამიანი? და რატომ, როდესაც გენერლებმა დაინახეს ეს დოკუმენტი, მათ მიხვდნენ, ან ისინი, ან ჩვენ? პირველი მოწმე, ვუწოდოთ მას, დავითი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომლებიც ყოველდღე ახლდნენ გელაშვილს 1993-დან 1995 წლამდე. გიგა არ იყო ადამიანი, რომელიც ბევრს ლაპარაკობდა, იხსენებს დავითი, თვალებში ჯერ კიდევ ჩანს ის შიში, რომელიც არასოდეს გაქრა. მაგრამ როდესაც ლაპარაკობდა, ყველა უსმენდა. არა იმიტომ, რომ ეშინოდათ, თუმცა დიახ, ეშინოდათ, არამედ იმიტომ, რომ იცოდნენ, მისი სიტყვები იყო ჯაბა იოსელიანის სიტყვები. გელაშვილი იყო ხიდი იოსელიანსა და ქუჩას შორის. ის იყო ადამიანი, რომელიც აქცევდა იდეებს მოქმედებებად, გეგმებს რეალობად. დავითი იხსენებს ერთ კონკრეტულ ღამეს 1995 წლის ივნისში, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე დაიწყებოდა ის, რასაც მოგვიანებით უწოდეს დასასრულს. გელაშვილმა შეკრიბა ჩვენ, დაახლოებით 30 ადამიანი, ერთ სახლში ვაკეში. ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, ყველა იცოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. მან თქვა, ბიჭებო, ყველაფერი იცვლება. ძველი წესრიგი მთავრდება. ახალი იწყება. ვინც ჩვენთან არის, გადარჩება. ვინც ჩვენს წინააღმდეგ არის, მან არ დაასრულა წინადადება. არ იყო საჭირო. ყველამ მივიგეთ. რას ნიშნავდა ეს? რას ნიშნავდა გადარჩება? და ვინ იყო ის, ვინც არ გადარჩა იმ დღეების შემდეგ? დავითი ჩუმდება, შემდეგ აგრძელებს, იმ ღამეს, შეხვედრის შემდეგ, გელაშვილმა დამიძახა ცალკე. მან მითხრა, დავით, შენ იცი ძალიან ბევრი. ზედმეტად ბევრი. ეს შეიძლება იყოს შენი ძალა, მაგრამ შეიძლება იყოს შენი სისუსტეც. დრო მოდის, როდესაც ყველამ უნდა აირჩიოს, ლოიალობა თუ სიცოცხლე. მე ვიცი, რომელს აირჩევ შენ. მაგრამ გახსოვდეს, ზოგიერთი საიდუმლო უნდა დარჩეს საიდუმლო სამუდამოდ. მე არ მესმოდა მაშინ, რას ნიშნავდა ეს. მაგრამ ახლა, ამდენი წლის შემდეგ მესმის, ის მაფრთხილებდა. ის იცოდა, რომ რაღაც მოდიოდა, რაღაც, ვისთვისაც არავინ იყო მზად. რა იყო ის, ვისთვისაც არავინ იყო მზად? რა იცოდა გელაშვილმა, რასაც სხვები არ იცოდნენ? და რატომ, ამდენი წლის შემდეგ, დავითი ჯერ კიდევ ფრთხილად ირჩევს სიტყვებს, როდესაც ლაპარაკობს იმ ღამეზე? მეორე მოწმე, ქალი, რომელიც მუშაობდა გადამრჩენელთა კორპუსის ოფისში 1992-დან 1995 წლამდე, იხსენებს სხვა დეტალებს, რომლებიც ხატავს სურათს იმისა, თუ როგორ მუშაობდა რეალური ძალა თბილისში იმ წლებში. ჩვენი ოფისი იყო ყველაზე ძლიერი ადგილი დედაქალაქში, ამბობს ის, ხმაში ჯერ კიდევ ისმის ის ტონი, რომელიც არის ნაზავი ამაყობისა და შიშისა. არა მთავრობა, არა პოლიცია, ჩვენ. ადამიანები მოდიოდნენ ჩვენთან პრობლემებით. ბიზნესმენები, რომლებსაც ჰქონდათ კონფლიქტები და არ იცოდნენ, როგორ მოეგვარებინათ. ოჯახები, რომლებსაც სჭირდებოდათ დაცვა იმ ქაოსში, რომელიც იყო ქუჩებზე. პოლიტიკოსები, რომლებსაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა მათი კამპანიებისთვის. და ჩვენ ვაძლევდით მათ ამას. მაგრამ ყველაფერს ჰქონდა ფასი, ყოველთვის ჰქონდა ფასი. რა იყო ეს ფასი? ფული, ლოიალობა, თუ რაღაც სხვა, რაზეც არავინ ლაპარაკობს. ქალი ჩუმდება, თვალებში ჩნდება ის გამონათება, რომელიც ყოველთვის ჩნდება, როდესაც ადამიანი იხსენებს რაღაც, რაც ერთდროულად არის საშიში და მნიშვნელოვანი.
ზოგჯერ ფასი იყო უბრალოდ ის, რომ იცოდი ზედმეტს. და ეს იყო ყველაზე საშიში ფასი. მე ვიცოდი ბევრი, ვიცოდი, ვინ იხდიდა რას, ვინ იყო ვისი პარტნიორი, რომელი ბიზნესები იყო დაცულის და რომლები არა. ვიცოდი, როდის მოდიოდნენ დიდი თანხები და საიდან. ვიცოდი, ვინ იყო ის ადამიანები, რომლებიც რეალურად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ისინი არ იყვნენ ყოველთვის ის, ვინც იდგა ტრიბუნებზე. ეს ბოლო წინადადება, ისინი არ იყვნენ ყოველთვის ის, ვინც იდგა ტრიბუნებზე, არის გასაღები იმის გასაგებად, თუ როგორ რეალურად მუშაობდა მხედრიონი. ჯაბა იოსელიანი იყო სახე, სიმბოლო, ადამიანი, რომელსაც იცნობდა ყველა. მაგრამ გიგა გელაშვილი და მისი ჯგუფი იყვნენ ის, ვინც რეალურად ასრულებდა ყოველდღიურ მუშაობას, რომელიც აქცევდა მხედრიონს არა მხოლოდ იდეად, არამედ ძალად, რომელიც აკონტროლებდა ქუჩებს, ბიზნესებს და ზოგჯერ ადამიანების ბედს. მესამე მოწმე, ყოფილი მძღოლი, რომელიც ატარებდა გელაშვილს მთელ თბილისში 1993-დან 1995 წლამდე, იხსენებს ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მუშაობდა სისტემა იმ დღეებში, როდესაც ოფიციალური კანონი იყო ერთი, მაგრამ რეალური წესები იყო სხვა. ერთხელ 1994 წლის შემოდგომაზე, ჩვენ მივდიოდით შეხვედრაზე ერთ რესტორანში რუსთაველზე. ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, ან ასე მეგონა. გზაში, როდესაც ჩვენ ვიყავით კოსტავას ქუჩაზე, გელაშვილმა მიიღო ზარი. მან მოусმინა, არაფერი თქვა, არც ერთი სიტყვა, გამორთო ტელეფონი და მითხრა, შეცვალე მარშრუტი. მივდივართ სხვა ადგილას. მე არ ვკითხე რატომ, არასოდეს ვკითხულობდი. ეს იყო პირველი წესი, არასოდეს კითხულობ. მივედით ერთ სახლში საბურთალოზე, ძველ შენობაში, რომელიც გარედან გამოიყურებოდა როგორც ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი. მაგრამ იქ უკვე იყო 5 მანქანა, ყველა შავი ჯიპი, შავი მინებით, ისეთები, რომლებსაც იყენებდნენ მხოლოდ ყველაზე მაღალ ჩინოსნები. მძღოლი ჩუმდება, თვალებში ჩნდება ის გამონათება, რომელიც ყოველთვის ჩნდება, როდესაც ადამიანი იხსენებს რაღაცს, რაც შეცვალა მის ცხოვრებას. გელაშვილი შევიდა შიგნით, მე დავრჩი მანქანაში. 2 საათი ველოდე. 2 საათი, რომლის განმავლობაშიც არაფერი ხდებოდა, არავინ შემოდიოდა, არავინ გამოდიოდა. მხოლოდ სიჩუმე და ის შავი ჯიპები, რომლებიც იდგნენ როგორც ჯარისკაცები. როდესაც გელაშვილი გამოვიდა, მისი სახე იყო ქვისებური, არანაირი ემოცია, არანაირი გამონათება. მანქანაში ჩაჯდა და თქვა მხოლოდ ერთი ფრაზა, ყველაფერი იცვლება. მზად იყავი. მეტი არაფერი. მთელი გზა სახლამდე ისიჯდა სიჩუმეში, თვალებით უყურებდა ფანჯარას და მე ვიცოდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა იმ სახლში, რაღაც, რაზეც მე არასოდეს გავიგებდი. მძღოლი ჩუმდება, შემდეგ ამბობს, მეორე დღეს გავიგე, რომ ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც იყო ჩვენი პარტნიორი, ადამიანი, რომელიც იხდიდა დაცვისთვის და რომელსაც ჰქონდა დიდი ბიზნესი ორთაჭალაში, გაქრა. უბრალოდ გაქრა. არავინ ლაპარაკობდა ამაზე. არავინ კითხულობდა. ყველა მიცოდა, ზოგიერთ კითხვას არ აქვს პასუხი. ან უფრო სწორად, აქვს პასუხი, მაგრამ ის პასუხი, რომელიც უკეთესია არ იცოდე. ეს სამი ისტორია, სამი ფანჯარა იმ სამყაროში, რომელიც არსებობდა თბილისში 1992-დან 1995 წლამდე. სამყარო, სადაც ოფიციალური ხელისუფლება იყო ერთი, მაგრამ რეალური ძალა იყო სხვა. სამყარო, სადაც გიგა გელაშვილი და მხედრიონი იყვნენ ის, ვინც რეალურად აკონტროლებდა ქუჩებს, ბიზნესებს და ზოგჯერ ადამიანების ბედს. მაგრამ ეს სამყარო არ იყო მარტივი, ეს არ იყო უბრალოდ ისტორია ბანდიტების შესახებ, რომლებიც აკონტროლებდნენ ქალაქს. ეს იყო უფრო რთული, ეს იყო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ, როდესაც სახელმწიფო სუსტია, როდესაც კანონი არ მუშაობს, როდესაც ხალხი ეშინია და არ იცის, ვის უნდა ენდოს, ჩნდება ძალები, რომლებიც ავსებენ ამ ვაკუუმს. და ეს ძალები არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად პატრიოტული იყოს მათი დასაწყისი, ბოლოს ყოველთვის გადადიან იმ ხაზს, რომელიც გამოყოფს დაცვას ძალადობისგან, წესრიგს, ტერორისგან. რა იყო ის ხაზი მხედრიონისთვის? როდის გადაიარეს ისინი ეს ხაზი? და რატომ არავინ შეაჩერა ისინი, სანამ ძალიან გვიან არ გახდა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ექიმი, რომელსაც ეძახიან შუაღამეს, არა საავადმყოფოში, არამედ საიდუმლო ადგილას, სადაც არავინ უნდა იცოდეს, რომ თქვენ იქ ხართ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პაციენტი არის ადამიანი, რომელსაც ეშინია არა დაავადებისა, არამედ იმისა, რომ ვიღაც გაიგებს, რომ ის ავად არის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით, თუ ეს ინფორმაცია გავრცელდება, ეს შეიძლება შეცვალოს არა მხოლოდ ერთი ადამიანის ბედი, არამედ მთელი ქვეყნის ისტორია. ეს არ არის ფანტაზია, ეს არის რეალობა, რომელშიც ცხოვრობდნენ რამდენიმე ექიმი თბილისში 1994-დან 1995 წლებში.
ერთ-ერთი მათგანი ვუწოდოთ მას დოქტორინ. დღეს, პირველად ამდენი წლის შემდეგ, თანახმა ისაუბროს იმაზე, რასაც ხედავდა იმ ღამეებში, როდესაც მას ეძახდნენ სპეციალურ პაციენტებთან. ყველაზე საშიში არ იყო ის, რასაც ვხედავდი, ამბობს ის, ხელები უკანკალებს, როდესაც ხსნის ძველ ჩანაწერებს, რომლებიც ინახავდა ამდენი წლის განმავლობაში. ყველაზე საშიში იყო ის, რასაც არ შემეძლო ვეთქვა. რადგან ვიცოდი, ერთი სიტყვა და ჩემი ცხოვრება მთავრდებოდა. დოქტორინ იხსენებს ერთ კონკრეტულ ღამეს 1994 წლის დეკემბერში. მე მეძახდნენ დაახლოებით ღამის 2 საათზე. ხმა ტელეფონში იყო მკაცრი, მოკლე, დოქტორო, გჭირდებით. მოდით ამ მისამართზე. არავის უთხრათ. მე ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს. ვიცოდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი გამოძახება. ავიღე. ჩემი ჩანთა ჩავჯექი მანქანაში, რომელიც მელოდა ჩემს სახლთან და წავედით. მთელი გზა მძღოლი არაფერს ამბობდა, მხოლოდ მართავდა, თვალებით უყურებდა გზას და მე ვიცოდი, რომ არ უნდა მეკითხა რაიმე. ისინი მივიდნენ ერთ სახლში ვაკეში, დიდ ძველ შენობაში, რომელიც გარედან გამოიყურებოდა როგორც ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი, მაგრამ შიგნით იყო რაღაც სხვა. როდესაც შევედი და ვინახე ორი კაცი კარებთან, ორივე შეიარაღებული, ორივე უყურებდა მე ისე, როგორც უყურებენ ადამიანს, რომელიც იცის ზედმეტს. მე მიმიყვანეს ერთ ოთახში მეორე სართულზე. იქ საწოლზე იცვა ადამიანი, დაახლოებით 50 წლის, ძლიერი აგებულების, მაგრამ სახე ფერმკრთალი, შუბლზე ოფლი. მან გახსნა თვალები, როდესაც შევედი და თქვა, დოქტორო, მე არ მინდა საავადმყოფოში წასვლა. არავინ უნდა იცოდეს, რომ მე ავად ვარ. გამიკეთეთ, რაც შეგიძლიათ აქ. დოქტორინ ჩუმდება, შემდეგ აგრძელებს, მე გამოვიკვლიე ის. სიმპტომები იყო აშკარა, მაღალი წნევა, გულის არითმია, ძლიერი თავის ტკივილი. მე ვუთხარი, თქვენ გჭირდებათ სერიოზული გამოკვლევა. ეს შეიძლება იყოს რაღაც სერიოზული. მან მითხრა, დოქტორო, მე არ მაქვს დრო სერიოზული გამოკვლევებისთვის. მაქვს სამუშაო, რომელიც უნდა გავაკეთო. მომეცით რაღაც, რაც დამეხმარება ახლა და მერე ვიფიქრებ. მე მივეცი მას ინექცია, დავწერე რეცეპტები და ვუთხარი, თუ ეს გაგრძელდება, თქვენ უნდა წახვიდეთ საავადმყოფოში. ეს არ არის თამაში. მან მომიხედა და მის თვალებში დავინახე რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება, არა შიში, არამედ დაღლილობა. ის იყო დაღლილი. დაღლილი იმით, რომ ყოველთვის უნდა ყოფილიყო ძლიერი, ყოველთვის უნდა ყოფილიყო კონტროლში, ყოველთვის უნდა ყოფილიყო ის, ვინც არასოდეს აჩვენებს სისუსტეს. დოქტორინ ჩუმდება, შემდეგ ამბობს, მე არ ვიცი, იყო თუ არა ეს ადამიანი გიგა გელაშვილი. მე არასოდეს მკითხეს მისი სახელი და მე არასოდეს ვკითხე. მაგრამ მე ვიცი ერთი, ის იყო ადამიანი, რომელიც იყო ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც აკონტროლებდა თბილისს იმ წლებში. და ის იყო ავად არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ რაღაც სხვაგვარად. ის იყო ავად იმით, რომ იცოდა, ის სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობდა, იშლებოდა. ეს ისტორია, ერთ-ერთი იმ ფანჯრებიდან, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ იყო რეალურად ცხოვრება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყვნენ ნაწილი მხედრიონისა 1994-დან 1995 წლებში. ისინი არ იყვნენ უბრალოდ ბანდიტები ან დამნაშავეები, ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ მუდმივ სტრესში, მუდმივ შიშში, მუდმივ პარანოიაში. ისინი იცოდნენ, რომ ყოველი დღე შეიძლება იყოს ბოლო, რომ ყოველი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ფატალური, რომ ყოველი ადამიანი მათ გარშემო შეიძლება იყოს მოღალატე. და ეს პარანოია არ იყო უსაფუძვლო, ეს იყო რეალობა. რადგან 1995 წლის დასაწყისიდან, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ გასცა ბრძანება მხედრიონის განიარაღების შესახებ, ყველამ იცოდა, დრო იცვლებოდა. და ვინც არ შეეგუებოდა ამ ცვლილებას, ის გაქრებოდა. მაგრამ რა იყო რეალური მიზეზი იმისა, რომ შევარდნაძემ გადაწყვიტა მოქმედება მხედრიონის წინააღმდეგ? ოფიციალური ვერსია ამბობს, მხედრიონი გახდა საფრთხე სახელმწიფოსთვის, ისინი აკონტროლებდნენ ძალიან ბევრს, ისინი იყვნენ სახელმწიფო შიგნით სახელმწიფო. მაგრამ არის სხვა ვერსიები, რომლებზეც ნაკლებად ლაპარაკობენ, მაგრამ რომლებიც შეიძლება იყოს უფრო ახლოს სიმართლესთან. ერთ-ერთი ეს ვერსია ამბობს, შევარდნაძეს მოეტანა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხედრიონის ზოგიერთი ლიდერი ჰქონდა კავშირები საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელებთან, რომ ისინი იყვნენ ჩართულები არა მხოლოდ ადგილობრივ ბიზნესებში, არამედ რაღაც უფრო დიდში, რაღაც, რაც შეეხებოდა იარაღის ვაჭრობას, ნარკოტიკების ტრანზიტს, ფულის გათეთრებას.
და ეს ინფორმაცია მოვიდა არა ადგილობრივი წყაროებიდან, არამედ საერთაშორისო სპეცსამსახურებიდან, სამსახურები, რომლებსაც ჰქონდათ ინტერესი იმაში, რომ საქართველო გამხდარიყო ნორმალური ქვეყანა, სადაც კანონი მართავს, არა იარაღი. მეორე ვერსია ამბობს რაღაც სხვას, რაც არის უფრო პირადი და უფრო საშიში. ეს ვერსია ამბობს, შევარდნაძეს მოეტანა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხედრიონის ზოგიერთი ლიდერი გეგმავდა რაღაცას მის წინააღმდეგ, არა უბრალოდ პოლიტიკურ ოპოზიციას, არამედ რაღაც უფრო კონკრეტულს. და ეს ინფორმაცია მოვიდა ადამიანისგან, რომელიც იყო ნაწილი მხედრიონის შიდაწრისა, ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მისი სიცოცხლე იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი ლოიალობა. ვინ იყო ეს ადამიანი? რა იცოდა მან? და რატომ გადაწყვიტა მან ღალატი? ეს არის კითხვები, რომლებზეც დღემდე არავინ იცის ზუსტი პასუხები. მაგრამ ის, რაც ვიცით, არის ის, რომ 1995 წლის ივლისიდან შევარდნაძე იქცეოდა ისე, როგორც ადამიანი, რომელმაც იცის რაღაც, რაც აძლევს მას უფლებას მოქმედოს გადამწყვეტად და უკომპრომისოდ. და შემდეგ მოვიდა ის დღე, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, 29 აგვისტო 1995 წელი. დილის 9 საათზე, როდესაც ედუარდ შევარდნაძე მიდიოდა პარლამენტში, მის მანქანას მოუწყვეს თავდასხმა. ბომბი აფეთქდა მის მანქანის გვერდით, ძლიერი აფეთქება, რომელმაც დაჭრა რამდენიმე ადამიანი და შეძრა მთელი ქალაქი. შევარდნაძე გადარჩა თითქმის სასწაულით, მაგრამ ის, რაც მოხდა იმ დღეს, შეცვალა ყველაფერი. რადგან ახლა შევარდნაძეს ჰქონდა ის, რაც სჭირდებოდა, საზოგადოების მხარდაჭერა მხედრიონის წინააღმდეგ. ხალხი, რომელიც მანამდე იყო გაყოფილი, ზოგი მხარს უჭერდა მხედრიონს როგორც დამცველებს, ზოგი ეშინოდა მათი როგორც ბანდიტების ახლა უმრავლესობა ამბობდა, საკმარისია. საქართველოს სჭირდება კანონი, არა იარაღი. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, არა ქაოსი. საქართველოს სჭირდება მომავალი, არა წარსული. და შევარდნაძემ გამოიყენა ეს მომენტი, გამოიყენა სრულად და უკომპრომისოდ. რა იგრძნო გიგა გელაშვილმა, როდესაც გაიგო ამ თავდასხმის შესახებ? იცოდა თუ არა ის, რომ ეს იყო დასასრულის დასაწყისი? და რა გადაწყვიტა მან იმ მომენტში, წინააღმდეგობა თუ მორჩილება? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანისგან, რომლებმაც იციან ყველაფერი, ყოველი საიდუმლო, ყოველი გეგმა, ყოველი დამალული გზა თბილისის ქვეშ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით, სად არის ფული, სად არის იარაღი, სად არის დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება გადაარჩინოს ან გაანადგუროს ადამიანები. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ლოიალობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებთანაც იყავით 10 წლეულების განმავლობაში, თუ გადაარჩინოთ თქვენი სიცოცხლე. 22 დეკემბერს 1995 წელს ეს 12 ადამიანი გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რამ აიძულა ისინი ღალატი გაეწიათ მათი უზენაესი ხელმძღვანელისთვის? რა იყო ის, რაც აღმოჩნდა უფრო ძლიერი ვიდრე წლების ლოიალობა? და რატომ ამდენი წლის შემდეგ ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ცხოვრობს შიში იმისა, რომ ვიღაც გაიგებს, რა როლი ითამაშეს მათ იმ დღეებში? 1995 წლის შემოდგომა იყო დრო, როდესაც ყველაფერი იცვლებოდა თბილისში. 29 აგვისტოს თავდასხმის შემდეგ შევარდნაძემ დაიწყო ის, რასაც მოგვიანებით უწოდეს გაწმენდას ოპერაცია, რომლის მიზანი იყო მხედრიონის სრული განადგურება როგორც ძალისა. პირველი ნაბიჯი იყო დაკავებები, ჯაბა იოსელიანი, თემურ ხაჩიშვილი და ათობით სხვა ლიდერი დააკავეს. მათ წაუყენეს ბრალდებები, ორგანიზებული დანაშაული, იარაღის უკანონო შენახვა, მკვლელობები, გაძარცვები. მაგრამ დაკავებები იყო მხოლოდ დასაწყისი. რეალური მუშაობა იყო ის, რაც ხდებოდა ჩრდილში, მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავდა მხედრიონის ქსელის სრულ დაშლას. და ამ მუშაობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ერთმა ადამიანმა, რომელიც იყო ნაწილი მხედრიონის შიდაწრისა, მაგრამ რომელმაც გადაწყვიტა, რომ მისი მომავალი იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი წარსული. ვინ იყო ეს ადამიანი? წყაროები ამბობენ სხვადასხვა სახელებს, მაგრამ ყველა თანხმდება ერთში. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა წვდომა ყველაფერზე, ყველა საიდუმლოზე, ყველა დოკუმენტზე, ყველა დამალულ ადგილზე. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ენდობოდნენ სრულად და უპირობოდ. და სწორედ ეს ნდობა იყო ის, რაც გახადა მისი ღალატი ისეთი დამანგრეველი. ერთ-ერთი ყოფილი წევრი მხედრიონისა ადამიანი, რომელიც იყო ახლოს გელაშვილთან, იხსენებს იმ დღეებს, როდესაც ყველაფერი იშლებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ რაღაც არ იყო სწორი. ვიცოდით, რომ ინფორმაცია გადიოდა, ინფორმაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო საიდუმლო. მაგრამ ვერ ხვდებოდით საიდან. ვერავინ ვერ ხვდებოდა.
რადგან ის ადამიანი, ვინც აძლევდა ინფორმაციას, იყო ერთ-ერთი ჩვენთაგანი ადამიანი, რომელსაც ყველა ენდობოდა, რომელსაც ყველა აფასებდა, რომელსაც ყველა თვლიდა ლოიალურად. ეს ადამიანი იხსენებს ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მუშაობდა ეს ღალატი. 1995 წლის სექტემბერში, რამდენიმე კვირის შემდეგ 29 აგვისტოს თავდასხმისა, გელაშვილმა შეკრიბა ჩვენ, დაახლოებით 15 ადამიანი, ერთ სახლში მთაწმინდაზე. ეს იყო საიდუმლო შეხვედრა, არავინ უნდა იცოდა, რომ ჩვენ იქ ვიყავით. გელაშვილმა თქვა, ბიჭებო, სიტუაცია არის სერიოზული. შევარდნაძე მოქმედებს. ის აკავებს ჩვენს ადამიანებს, ის ხურავს ჩვენს ბიზნესებს, ის ცდილობს ჩვენი სრული განადგურება. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის შეგვიძლია ვენდოთ და ვის არა. მან მოიხედა ჩვენ ყველას, ერთ-ერთს და თქვა, ვინმე მიცით რამე. ვინმემ გაიგონეთ რამე, ყველა ჩუმდა. არავინ არაფერს ამბობდა. რადგან ყველა ეშინოდა იმისა, რომ თუ რამე სიტყვი შეიძლება ეჩვი. შეგეპაროს. და ეჩვი იმ დღეებში იყო უარესი, ვიდრე სიკვდილი. ეს ადამიანი ჩუმდება, შემდეგ აგრძელებს, მაგრამ რაც ჩვენ არ ვიცოდით იყო ის, რომ ერთ-ერთი ჩვენთაგანი, ერთ-ერთი იმ 15-დან, ვინც იჯდა იმ ოთახში, უკვე მუშაობდა შევარდნაძესთან. უკვე აძლევდა ინფორმაციას. უკვე ამზადებდა ჩვენს დასასრულს. ვინ იყო ეს ადამიანი? რატომ გადაწყვიტა მან ღალატი? რა მისცეს მას შევარდნაძემ სანაცვლოდ? ეს არის კითხვები, რომლებზეც დღემდე არავინ იცის ზუსტი პასუხები. მაგრამ ის, რაც ვიცით, არის ის, რომ ამ ადამიანის ინფორმაციამ მისცა შევარდნაძეს ის, რაც სჭირდებოდა, ზუსტი ცოდნა იმის შესახებ, სად იყო მხედრიონის იარაღი, სად იყო მათი ფული, სად იყო მათი დოკუმენტები და, ყველაზე მნიშვნელოვანი, ვინ იყო ის ადამიანები, რომლებიც რეალურად აკონტროლებდნენ ორგანიზაციას. და ამ ინფორმაციით შევარდნაძემ მოქმედა სწრაფად და ეფექტურად. 1995 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაკავებები გაგრძელდა, ყოველდღე ახალი სახელები, ყოველდღე ახალი ბრალდებები, ყოველდღე ახალი რეიდები. მხედრიონის ქსელი იშლებოდა, ნელა, მაგრამ უკუქცევადად. და გიგა გელაშვილი, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურა ამ ქსელში, ხედავდა, თუ როგორ ინგრეოდა ყველაფერი, რისთვისაც ის მუშაობდა 10 წლეულების განმავლობაში. რას ფიქრობდა გელაშვილი იმ დღეებში? ინანებდა თუ არა? ან ფიქრობდა, რომ ეს იყო უბრალოდ თამაშის ნაწილი, თამაში, რომელშიც ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ კი კარგავ. ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რადგან გელაშვილი, როგორც ყოველთვის, ინახავდა სიჩუმეს. მაგრამ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იყო მასთან ახლოს იმ დღეებში, იხსენებს ერთ საუბარს, რომელიც ჰქონდათ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე გელაშვილი დააკავეს. ჩვენ ვიჯექით ერთ ოთახში, მხოლოდ ჩვენ ორნი. გელაშვილი უყურებდა ფანჯარას, სადაც ჩანდა თბილისი, ქალაქი, რომელსაც ის იცნობდა ყოველი ქუჩით, ყოველი კუთხით. მან თქვა, იცი რა არის ყველაზე საინტერესო? ყველაფერი იცვლება, მაგრამ ქალაქი რჩება იგივე. ადამიანები მოდიან და მიდიან, ძალაუფლება იცვლება, მაგრამ ქალაქი რჩება. და შეიძლება ეს არის ერთადერთი რამ, რაც რეალურად აქვს მნიშვნელობა. მე ვკითხე, რას გულისხმობ, მან მომიხედა და თქვა, ჩვენ ფიქრობდით, რომ ვაკონტროლებდით ქალაქს. მაგრამ სინამდვილეში ქალაქი აკონტროლებდა ჩვენ. ის აიძულებდა ჩვენ ყოფილიყოთ ის, რაც ვიყავით. და ახლა, როდესაც ქალაქს აღარ სჭირდება ჩვენ უბრალოდ ვქრებით. ეს სიტყვები, ქალაქს აღარ სჭირდება ჩვენ, არის გასაღები იმის გასაგებად, თუ რა მოხდა რეალურად 1995 წელს. მხედრიონი არ დამარცხდა იმიტომ, რომ შევარდნაძე იყო ძლიერი, ის დამარცხდა იმიტომ, რომ საქართველო იცვლებოდა. ქვეყანა, რომელიც 1990-იან წლებში იყო ქაოსში, 1995 წელს იწყებდა ძებნას სტაბილურობისა. ხალხი, რომელიც 1992-დან 1994 წლებში ეძებდა ძალას, რომელიც დაიცავდა მათ, 1995 წელს იწყებდა ძებნას კანონისა, რომელიც მართავდა ყველას თანაბრად. და მხედრიონი, რომელიც იყო სიმბოლო იმ ძველი დროისა, როდესაც ძალა იყო ყველაფერი, ახლა ხდებოდა სიმბოლო იმისა, რაც უნდა დასრულებულიყო. 1995 წლის ნოემბერში გიგა გელაშვილი დააკავეს. მას წაუყენეს ბრალდებები, იგივე ბრალდებები, რაც სხვა ლიდერებს, ორგანიზებული დანაშაული, იარაღის უკანონო შენახვა, მონაწილეობა დანაშაულებრივ ქსელში. დაიწყო ის, რასაც მოგვიანებით უწოდეს საუკუნის პროცესი, სასამართლო პროცესი, რომელმაც უნდა დაესრულებინა მხედრიონის ეპოქა. მაგრამ ეს პროცესი იყო არა მხოლოდ იურიდიული, ეს იყო სიმბოლური. ეს იყო საქართველოს გზა იმის თქმისა, ჩვენ აღარ ვართ ქვეყანა, სადაც ძალა მართავს.
ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც კანონი მართავს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს მომავალი, არა მხოლოდ წარსული. და გიგა გელაშვილის ისტორია ადამიანისა, რომელიც იყო ნაწილი იმ ძველი სამყაროსა, რომელიც იშლებოდა, გახდა ნაწილი ამ უფრო დიდი ისტორიისა. ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ძალა გადაიქცეს სისუსტედ, თუ როგორ შეიძლება იდეა გადაიქცეს ტრაგედიად და თუ როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ იცავდა თავის ქვეყანას, აღმოჩნდეს როგორც ის, ვინც ზიანს აყენებდა მას. ეს არის გაკვეთილი, რომელიც საქართველოს მისწავლა ძვირიფასით 1990-იან წლებში. ეს არის გაკვეთილი, რომელიც დღესაც რჩება აქტუალური. ნებისმიერი უკონტროლო ძალა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად პატრიოტული იყოს მისი დასაწყისი, ბოლოს ყოველთვის მთავრდება კატასტროფით. და ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამ ძალას, ბოლოს ყოველთვის აღმოჩნდებიან როგორც მსხვერპლი არა მხოლოდ სისტემისა, რომელსაც ისინი ებრძოდნენ, არამედ სისტემისა, რომელიც თავად შექმნეს. რა ფიქრობთ თქვენ, იყო თუ არა სხვა გზა მხედრიონისთვის? შეეძლო თუ არა მათ გადარჩენა, თუ შეეცვალათ თავიანთი გზა? თუ ისინი იყვნენ განწირულები თავიდანვე, განწირულები იმ მომენტიდან, როდესაც გადაწყვიტეს, რომ ძალა იყო ერთადერთი გზა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანისგან, რომლებმაც იციან ყველაფერი გიგა გელაშვილის შესახებ, ყოველი საიდუმლო შეხვედრა, ყოველი დამალული გარიგება, ყოველი გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა ადამიანების ბედი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით, სად იყო ის ადგილები, სადაც ის ხვდებოდა იმ ადამიანებს, რომლებთანაც არავინ უნდა ეცნობინა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით ის გზები, რომლებიც არ არსებობს არც ერთ რუკაზე, გზები, რომლებიც მიდიან თბილისის ქვეშ, ძველ გვირაბებში, რომლებიც აშენდა 10 წლეულების წინ და რომლებიც დღეს დავიწყებულია ყველას მიერ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, ვინც იცის მათი არსებობა. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ ეს საიდუმლოებები თქვენთან სამუდამოდ, თუ გაამჟღავნოთ ისინი და შეეცადოთ გაიგოთ, რა მოხდა რეალურად იმ დღეებში, როდესაც მხედრიონი აკონტროლებდა თბილისს. 22 დეკემბერს 1995 წელს ეს 12 ადამიანი იყვნენ ის, ვინც იცოდა ყველაფერი. მაგრამ დღეს 75 წლის შემდეგ მათგან მხოლოდ 3 ცოცხალია. და ერთ-ერთი მათგანი, პირველად ამდენი 10 წლეულის შემდეგ, თანახ მოგვიჩვენოს ის ადგილები, სადაც ყველაფერი ხდებოდა. ის ადგილები, რომლებიც დღეს დავიწყებულია, მაგრამ რომლებიც ინახავენ საიდუმლოებებს, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი, რასაც ვიცით მხედრიონის შესახებ. ჩვენ ვდგავართ ძველი შენობის წინ ვაკეში, შენობა, რომელიც გარედან გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1930-იან წლებში, ფასადი გაპობილი, ფანჯრები ძველი. მაგრამ ჩვენი გიდი, ვუწოდოთ მას გიორგი, მიუთითებს ერთ კონკრეტულ ადგილს შენობის მარცხენა მხარეს, სადაც ჩანს პატარა კარი, თითქმის უხილავი და ფარული ბუჩქებით. აქ იყო შესასვლელი, ამბობს ის, ხმა უკანკალებს. შესასვლელი იმ სამყაროში, რომელიც არსებობდა თბილისის ქვეშ, სამყარო, რომელზეც იცოდნენ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა. გელაშვილი იყო ერთ-ერთი მათგანი. ის იცოდა ყველა გვირაბი, ყველა გასასვლელი, ყველა საიდუმლო ოთახი. და ის იყენებდა მაშინ, როდესაც სჭირდებოდა შეხვედრა ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც არავინ უნდა ენახა მას. გიორგი გვიყვება, თუ როგორ მუშაობდა ეს სისტემა 1993-დან 1995 წლამდე. როდესაც გელაშვილს სჭირდებოდა საიდუმლო შეხვედრა, ის არ მიდიოდა რესტორანში ან ოფისში, ის მიდიოდა ერთ-ერთ ამ ადგილებში, სადაც არავინ შეეძლო მისი მოსმენა, არავინ შეეძლო მისი დანახვა, არავინ შეეძლო იმის გაგება, რა ხდებოდა რეალურად. ერთხელ 1994 წლის ზამთარში მე ვახლდი გელაშვილს ერთ ასეთ შეხვედრაზე, იხსენებს გიორგი, თვალებში ჩნდება ის გამონათება, რომელიც ყოველთვის ჩნდება, როდესაც ადამიანი იხსენებს რაღაცს, რაც შეცვალა მის ცხოვრებას. ჩვენ შევედით ამ კარში, ჩავედით ქვემოთ, ძალიან ღრმად ქვემოთ და მივედით ერთ დიდ ოთახში, რომელიც იყო დაახლოებით 20 მეტრი მიწის ქვეშ. იქ უკვე იყო 5 ადამიანი, ყველა მათგანი ადამიანები, რომლებსაც მე ვიცნობდი სახით, მაგრამ რომლებთანაც არასოდეს მელაპარაკებოდა. ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ ბიზნესებს თბილისში, არა პატარა ბიზნესებს, არამედ დიდებს, ისეთებს, რომლებზეც დამოკიდებული იყო ათასობით ადამიანის ცხოვრება. გელაშვილი ჩაჯდა მაგიდასთან, მოусმინა მათ, რასაც ამბობდნენ, ისინი საუბრობდნენ პრობლემებზე, კონფლიქტებზე, კონკურენტებზე და შემდეგ თქვა მხოლოდ რამდენიმე წინადადება. მაგრამ ეს რამდენიმე წინადადება იყო საკმარისი. ყველამ მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა. ყველამ იცოდა, რომ თუ არ გააკეთებდა, შედეგები იქნებოდა სერიოზული. გიორგი ჩუმდება, შემდეგ ამბობს, როდესაც ჩვენ გამოვედით იქიდან, მე ვკითხე გელაშვილს, რატომ აქ? რატომ არა ჩვეულებრივ ადგილას? მან მომიხედა და თქვა, გიორგი, ძალაუფლება არის არა მხოლოდ ის, რასაც ხედავენ ადამიანები.
ძალაუფლება არის ის, რასაც არავინ ხედავს, მაგრამ ყველა გრძნობს. ეს გვირაბები, ეს საიდუმლო ადგილები, ისინი არიან ჩვენი რეალური ძალა. რადგან აქ ჩვენ ვართ უხილავნი, მაგრამ ყველაფერს ვაკონტროლებთ. ეს სიტყვები, აქ ჩვენ ვართ უხილავნი, მაგრამ ყველაფერს ვაკონტროლებთ, არის გასაღები იმის გასაგებად, თუ როგორ რეალურად მუშაობდა მხედრიონი 1992-დან 1995 წლამდე. ისინი არ იყვნენ მხოლოდ ის, რასაც ხედავდნენ ადამიანები ქუჩებზე, კაცები ჯიპებში, შავი სათვალეებით, რომლებიც იცავდნენ ბიზნესებს. ისინი იყვნენ უფრო მეტი, ისინი იყვნენ სისტემა, რომელიც მუშაობდა ჩრდილში, სისტემა, რომელსაც ჰქონდა წვდომა ყველაფერზე, ინფორმაციაზე, ფულზე, ძალაზე. და ამ სისტემის ცენტრში იდგა გიგა გელაშვილი, ადამიანი, რომელიც იყო არა მხოლოდ აღმასრულებელი, არამედ სტრატეგი, ადამიანი, რომელიც ხედავდა დიდ სურათს და იცოდა როგორ გამოეყენებინა ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ჰქონდა. მაგრამ ეს სისტემა ჰქონდა ერთი სისუსტე, რომელიც ბოლოს გახდა მისი დამარცხების მიზეზი. ეს სისუსტე იყო ის, რომ ყველაფერი იყო დამოკიდებული საიდუმლოებებზე, საიდუმლოებები, რომლებიც უნდა შენარჩუნებულიყო ნებისმიერ ფასად. და როდესაც ეს საიდუმლოებები დაიწყო გამჟღავნება, როდესაც ვიღაცამ დაიწყო ლაპარაკი, როდესაც ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ მისი სიცოცხლე იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი ლოიალობა, მთელი სისტემა დაიწყო ინგრევა. გიორგი გვიყვება კიდევ ერთ ისტორია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ დაიწყო ეს ინგრევა. 1995 წლის გაზაფხულზე, რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე 29 აგვისტოს თავდასხმა, გელაშვილმა შეკრიბა ჩვენ, იგივე 12 ადამიანი, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი, ერთ ამ საიდუმლო ადგილებში. მან თქვა, ბიჭებო, მე მაქვს ცუდი ამბავი. ვიღაცა ლაპარაკობს. ვიღაცა აძლევს ინფორმაციას შევარდნაძეს. მე არ ვიცი ვინ, მაგრამ ვიცი, რომ ეს ხდება. და თუ ჩვენ არ შევაჩერებთ ამას, ჩვენ ყველანი დავიღუპებით. ყველა ჩუმდა. არავინ არაფერს ამბობდა. რადგან ყველა ფიქრობდა იმავეს, ვინ არის ის, ვინც გვიღალატებს? და შემდეგ გელაშვილმა თქვა რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება. მან თქვა, მე ვიცი, რომ თქვენ ყველანი ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს ვიღაც სხვა. მაგრამ მე გეუბნებით, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანი. ეს შეიძლება იყოს მე. ეს შეიძლება იყოს თქვენ. რადგან როდესაც სიტუაცია ხდება საშიში, ყველა იწყებს ფიქრს მხოლოდ საკუთარ თავზე. და ეს არის ბუნებრივი. მაგრამ ეს არის ის, რაც გვანადგურებს. ეს სიტყვები, ეს არის ის, რაც გვანადგურებს, აღმოჩნდა პროფეტული. რადგან სწორედ ეს შიში, პარანოია, იყო ის, რამაც დაიწყო მხედრიონის განადგურება შიგნიდან ბევრად ადრე, ვიდრე შევარდნაძემ დაიწყო მისი განადგურება გარედან. გიორგი გვიყვება, თუ როგორ შეიცვალა ატმოსფერა იმ 12 ადამიანს შორის იმ დღეების შემდეგ. ჩვენ ვიწყეთ ერთმანეთის ეჩვით. ყოველი შეხვედრა იყო დაძაბული. ყოველი საუბარი იყო ფრთხილი. ყველა ფიქრობდა, ვინ არის ის, ვინც ლაპარაკობს? და ეს ეჩვი იყო უარესი ვიდრე ნებისმიერი გარესაფრთხე. რადგან როდესაც შენ არ ენდობი იმ ადამიანებს, რომლებთანაც მუშაობ, როდესაც შენ ეშინია იმ ადამიანებისა, რომლებიც უნდა იყვნენ შენი მოკავშირეები, მაშინ შენ უკვე დამარცხებული ხარ. და ჩვენ ვიყავით დამარცხებულები ბევრად ადრე, ვიდრე დაიწყო ოფიციალური დაკავებები. გიორგი ჩუმდება, შემდეგ ამბობს, მე არ ვიცი, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც რეალურად ლაპარაკობდა. მე არ ვიცი, იყო თუ არა ეს ერთი ადამიანი, თუ რამდენიმე. მაგრამ მე ვიცი ერთი, როდესაც ეს დაიწყო, ყველაფერი დასრულდა. რადგან მხედრიონის რეალური ძალა იყო არა იარაღი, არა ფული, ეს იყო ნდობა. ნდობა იმაში, რომ ჩვენ ყველანი ვიყავით ერთად, რომ ჩვენ ყველანი ვიცავდით ერთმანეთს, რომ ჩვენ ყველანი ვინახავდით საიდუმლოებებს. და როდესაც ეს ნდობა დაიშალა, ყველაფერი დანარჩენიც დაიშალა. ეს ანალიზი იმისა, თუ როგორ დაიშალა მხედრიონის შიგნიდან, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები იმის გასაგებად, თუ რა მოხდა რეალურად 1995 წელს. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მხედრიონი დამარცხდა იმიტომ, რომ შევარდნაძე იყო ძლიერი, ან იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ახდენდა ზეწოლას, ან იმიტომ, რომ 29 აგვისტოს თავდასხმამ შეცვალა საზოგადოებრივი აზრი. მაგრამ რეალობა არის უფრო რთული, რეალობა არის ის, რომ მხედრიონი დამარცხდა იმიტომ, რომ ის დაიშალა შიგნიდან, იმიტომ, რომ ის დაკარგა ის, რაც აქცევდა მას ძალად, ნდობა, ერთიანობა, საიდუმლოებების შენარჩუნების უნარი. და როდესაც ეს დაიკარგა, ყველაფერი დანარჩენი იყო მხოლოდ დროის საკითხი. გიგა გელაშვილი ხედავდა ამას, თუ როგორ იშლებოდა ყველაფერი, რისთვისაც ის მუშაობდა 10 წლეულების განმავლობაში. და ის იცოდა, რომ არ იყო გზა უკან.
რადგან როდესაც საიდუმლოებები იწყებს გამჟღავნებას, როდესაც ნდობა იშლება, როდესაც შიში ცვლის ლოიალობას, მაშინ არაფერი შეიძლება შეაჩეროს ინგრევა. მხოლოდ კითხვა რჩება, რამდენად სწრაფად მოხდება ეს? და ვინ გადარჩება, როდესაც ყველაფერი დასრულდება? ეს იყო კითხვები, რომლებზეც გელაშვილი ფიქრობდა იმ ბოლო თვეებში, ადრე ვიდრე მისი დაკავება. და ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი მოვიდა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ვინმე ელოდა. თბილისის ცენტრალურ არქივში სპეციალურ საცავში, რომელშიც შესვლა შეუძლია მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, ინახება 5 ძველი ლითონის 5, რომელზე დაწერილია AM0544. ეს კოდი AM0544 იყო ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო კოდი საქართველოს უშიშროების სამსახურში 1990-იან წლებში. დოკუმენტები ამ კოდით იყო ისეთი საიდუმლო, რომ არსებობდა მხოლოდ 3 ასლი მთელ ქვეყანაში, ერთი პრეზიდენტის სეიფში, ერთი უშიშროების სამსახურის უფროსის სეიფში და ერთი ამ 5-ში. რას შეიცავს ეს 5? რატომ იყო ეს დოკუმენტები ისეთი საიდუმლო? და რატომ 1995 წლის დეკემბერში ბრძანება იყო ამ დოკუმენტების განადგურების შესახებ, ბრძანება, რომელიც არასოდეს შესრულდა, რადგან ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს დოკუმენტები უნდა შემორჩენილიყო? დღეს, პირველად ამდენი წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს წვდომა ამ დოკუმენტებზე, წვდომა, რომელიც მოგცემს პასუხებს კითხვებზე, რომლებიც აწუხებდა ისტორიკოსებს 10 წლეულების განმავლობაში. პირველი დოკუმენტი, რომელსაც ვხსნით, არის ანგარიში დათარიღებული 1994 წლის ნოემბრით, დაწერილი უშიშროების სამსახურის ოფიცრის მიერ. ანგარიში იწყება ასე: საგანი, სპეციალური დაკვირვება პირზე, კოდური სახელი მხედარი. პერიოდი: ოქტომბერი-ნოემბერი 1994 წელი. ეს დოკუმენტი, 30 გვერდის დოკუმენტი, დაწერილი წვრილი ხელით, ყვითელ ქაღალდზე, შეიცავს დეტალურ აღწერას იმისა, თუ რას აკეთებდა გიგა გელაშვილი ყოველდღე იმ 2 თვის განმავლობაში. სად მიდიოდა, ვისთან ხვდებოდა, რაზე საუბრობდა, რა გადაწყვეტილებებს იღებდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რაც დაწერილია ანგარიშის ბოლოს, ნაწილი, რომელიც სათაურდება დასკვნები და რეკომენდაციები. იქ დაწერილია, პირი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს სახელმწიფო უშიშროებისთვის. მისი კავშირები ვრცელდება არა მხოლოდ ადგილობრივ დანაშაულებრივ ქსელებზე, არამედ საერთაშორისო სტრუქტურებზეც. ჩვენი ინფორმაციით, პირი ჰქონდა შეხვედრები წარმომადგენლებთან უცხოური სპეცსამსახურებისა, რომლებიც ინტერესდებიან საქართველოს დესტაბილიზაციით. რეკომენდაცია, დაუყოვნებელი დაკავება და გამოკითხვა. ეს დოკუმენტი, რომელიც დაწერილია თითქმის 1 წლით ადრე, ვიდრე გელაშვილის რეალური დაკავება, აჩვენებს, რომ უშიშროების სამსახური აკვირდებოდა მას ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმე ფიქრობდა. აჩვენებს, რომ ისინი აგროვებდნენ ინფორმაციას, აგროვებდნენ მტკიცებულებებს, ელოდნენ სწორ მომენტს. მაგრამ რა იყო ის ინფორმაცია, რომელიც მათ ჰქონდათ? რა იყო ის კავშირები საერთაშორისო სტრუქტურებთან? და რატომ ელოდნენ ისინი თითქმის 1 წელი, სანამ მოქმედებდნენ? მეორე დოკუმენტი იძლევა ნაწილობრივ პასუხს ამ კითხვებზე. ეს არის ანგარიში დათარიღებული 1995 წლის მარტით, რომელიც აღწერს ერთ კონკრეტულ ოპერაცია, რომელსაც კოდური სახელი ჰქონდა ღამის ფრინველი. ამ ოპერაციის მიზანი იყო დაკვირვება გელაშვილის ერთ-ერთ საიდუმლო შეხვედრა, რომელიც მოხდა ერთ სახლში მთაწმინდაზე, ღამის 2 საათზე. ანგარიში აღწერს, თუ როგორ უშიშროების სამსახურის აგენტები დააყენეს მოსმენის მოწყობილობები იმ სახლში, როგორ ჩაიწერეს მთელი საუბარი და რა გაიგეს ისინი იმ საუბრიდან. ანგარიში დაწერილია, შეხვედრაზე დამსწრე იყვნენ 7 ადამიანი, მათ შორის პირი და 2 უცხოელი, ერთი, რომელიც საუბრობდა რუსულად აქცენტით, რომელიც მიუთითებს ცენტრალური აზიის წარმოშობაზე, და მეორე, რომელიც საუბრობდა ინგლისურად. საუბარი ეხებოდა იარაღის მიწოდებას, კონკრეტულად ავტომატური იარაღის 2000 ერთეული და ხელის ბომბების 500 ერთეული. პირი ამბობდა, რომ ეს იარაღი სჭირდებათ მომავალი ოპერაციებისთვის და რომ ისინი მზად არიან გადაიხადონ ნებისმიერი ფასი. უცხოელები ამბობდნენ, რომ მიწოდება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ოპერაციები არ იქნება მიმართული ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ. პირი დაეთანხმა ამ პირობას. ეს ანგარიში, თუ ის არის ნამდვილი, აჩვენებს რაღაცს, რაც არასოდეს არ ყოფილა ნაწილი ოფიციალური ისტორიის მხედრიონის შესახებ. აჩვენებს, რომ გელაშვილი და მხედრიონი იყვნენ ჩართულები არა მხოლოდ ადგილობრივ დანაშაულებრივ საქმიანობაში, არამედ რაღაც უფრო დიდში, რაღაც, რაც შეეხებოდა საერთაშორისო იარაღის ვაჭრობას, საერთაშორისო კავშირებს, საერთაშორისო ინტერესებს. მაგრამ რამდენად სანდოა ეს დოკუმენტი?
რამდენად შეგვიძლია ვენდოთ ანგარიშს, რომელიც დაწერილია უშიშროების სამსახურის მიერ, სამსახური, რომელსაც ჰქონდა ინტერესი მხედრიონის დისკრედიტაციაში. ეს არის კითხვა, რომელზეც ისტორიკოსები კამათობენ დღემდე. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს დოკუმენტები არის ნამდვილი, რომ ისინი ასახავს რეალურ ოპერაციებს, რეალურ შეხვედრებს, რეალურ კავშირებს. სხვები ამბობენ, რომ ეს დოკუმენტები არის ნაწილობრივ ან სრულად გამოგონილი, რომ ისინი შეიქმნა იმისთვის, რომ გაემართლებინა მხედრიონის დაკავება და დევნა. მესამე ჯგუფი ამბობს რაღაც შუალედურს, რომ ეს დოკუმენტები შეიცავს ნაწილობრივ სიმართლეს, მაგრამ ასევე შეიცავს გაზვიადებებს, დამატებებს, ინტერპრეტაციებს, რომლებიც აქცევს მათ უფრო დამაშინებელს, ვიდრე რეალობა იყო. რომელი ვერსია არის სწორი? ჩვენ არ ვიცით ზუსტად. მაგრამ ის, რაც ვიცით, არის ის, რომ ეს დოკუმენტები არსებობს ოფიციალურ არქივში, ბეჭდებით სრულიად საიდუმლო ხელმოწერებით მაღალჩინოსნების. და ეს ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ ნაწილი ოფიციალური პროცესი, რომელმაც მიგვიყვანა მხედრიონის დაკავებამდე და სასამართლომდე. მესამე დოკუმენტი, რომელსაც ვხსნით, არის ყველაზე საინტერესო და ყველაზე საშიში. ეს არის მემორანდუმი, დათარიღებული 1995 წლის აგვისტოს 30-ით, ერთი დღით 29 აგვისტოს თავდასხმის შემდეგ. მემორანდუმი დაწერილია უშიშროების სამსახურის უფროსის მიერ და მიმართულია პრეზიდენტისთვის. მემორანდუმი იწყება ასე: პატივცემულო მისტერ პრეზიდენტო, გუშინდელი თავდასხმის შემდეგ ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ორგანიზაცია მხედრიონი იყო ჩართული ამ ოპერაციაში. ჩვენი ინფორმაციით თავდასხმა დაგეგმილი იქნა რამდენიმე კვირით ადრე და მასში მონაწილეობდნენ არანაკლებ 10 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე მაღალჩინოსანი მხედრიონიდან. ჩვენ გვაქვს სახელები, გვაქვს მტკიცებულებები, გვაქვს მოწმეები. რეკომენდაცია, დაუყოვნებელი დაკავება ყველა ეჭვმიტანილისა, მათ შორის პირიქით და დაწყება სისხლის სამართლის საქმისა. ეს მემორანდუმი, თუ ის არის ნამდვილი, აჩვენებს, რომ უშიშროების სამსახური იყენებდა 29 აგვისტოს თავდასხმას როგორც საბაბს მხედრიონის სრული განადგურებისთვის. აჩვენებს, რომ ისინი უკვე ჰქონდათ გეგმა, რომელიც მხოლოდ ელოდა სწორ მომენტს განსახორციელებლად. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რაც დაწერილია მემორანდუმის ბოლოს, ნაწილი, რომელიც სათაურდება სპეციალური შენიშვნა. იქ დაწერილია, უნდა აღინიშნოს, რომ პირიქით არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფიგურა მხედრიონში. მისი დაკავება და გამოკითხვა შეიძლება მოგცეს წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც არის გადამწყვეტი არა მხოლოდ მხედრიონის განადგურებისთვის, არამედ სხვა დანაშაულებრივი ქსელების განადგურებისთვისაც. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ პირიქით არის ადამიანი, რომელიც იცის ძალიან ბევრი საიდუმლოებები, რომლებიც შეეხება არა მხოლოდ მხედრიონს, არამედ სხვა სტრუქტურებსაც, მათ შორის ზოგიერთ ოფიციალურ სტრუქტურას. ამიტომ, მისი გამოკითხვა უნდა ჩატარდეს ფრთხილად და კონფიდენციალურად. ეს ბოლო წინადადება საიდუმლოებები, რომლებიც შეეხება არა მხოლოდ მხედრიონს, არამედ სხვა სტრუქტურებსაც, მათ შორის ზოგიერთ ოფიციალურ სტრუქტურას, არის ყველაზე საინტერესო. რას ნიშნავს ეს? რა საიდუმლოებები იცოდა გელაშვილმა? და რატომ იყო უშიშროების სამსახური შეშფოთებული იმით, რომ ეს საიდუმლოებები შეიძლება გამჟღავნებულიყო? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ ამ დოკუმენტებში. მაგრამ ისინი აჩვენებენ რაღაც მნიშვნელოვანს, აჩვენებენ, რომ მხედრიონის ისტორია იყო უფრო რთული, ვიდრე ოფიციალური ვერსია ამბობს. აჩვენებენ, რომ გიგა გელაშვილი იყო არა მხოლოდ ბანდიტი ან დამნაშავე, არამედ ადამიანი, რომელიც იყო ნაწილი რთული ქსელი, რომელიც აკავშირებდა დანაშაულებრივ სამყაროს, პოლიტიკურ სამყაროს და შესაძლოა საერთაშორისო სამყაროს. აჩვენებენ, რომ მისი დაკავება იყო არა მხოლოდ იურიდიული აქტი, არამედ პოლიტიკური აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ მხედრიონის განადგურებას, არამედ რაღაც უფრო დიდის დაფარვას. რა იყო ეს რაღაც უფრო დიდი? რა იყო ის საიდუმლოებები, რომლებიც უნდა დაფარულიყო? და რატომ ამდენი წლის შემდეგ ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ ინახება სპეციალურ საცავში, წვდომა რომელზეც შეზღუდულია? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ პასუხებს. მაგრამ ის, რაც ვიცით, არის ის, რომ ეს დოკუმენტები არსებობს როგორც მოწმობა იმისა, რომ ისტორია მხედრიონის შესახებ არის ბევრად უფრო რთული და ბევრად უფრო საშიში, ვიდრე ჩვენ ვიცით. და რომ გიგა გელაშვილის ისტორია არის მხოლოდ ერთი ნაწილი ამ უფრო დიდი ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად გამჟღავნებული. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იყო ძლიერი ფიზიკურად, ძლიერი ფსიქოლოგიურად, ძლიერი პოლიტიკურად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა კონტროლი სიტუაციაზე, კონტროლი ადამიანებზე, კონტროლი საკუთარ თავზე.
და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი იწყებს გაქრობას, ნელა, მაგრამ უკუქცევა და თქვენი ძალა იშლება, თქვენი კონტროლი კარგავს, თქვენი სხეული გიღალატებთ. და ყველაზე საშიში არის ის, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გამჟღავნება, რადგან თუ ადამიანები გაიგებენ, რომ თქვენ სუსტი ხართ, ყველაფერი, რისთვისაც მუშაობდით, დაიშლება. ეს იყო რეალობა, რომელშიც ცხოვრობდა გიგა გელაშვილი 1994-დან 1995 წლამდე, რეალობა, რომელზეც არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ რომელიც იყო ცნობილი ყველასთვის, ვინც იყო მასთან ახლოს. დღეს, პირველად ამდენი წლის შემდეგ, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იყო ნაწილი გელაშვილის შიდაწრისა, ლაპარაკობს იმაზე, რასაც ხედავდა იმ ბოლო თვეებში, თვეები, რომლებიც იყო არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არამედ პირადი ტრაგედია. გიგა იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს აჩვენებდა სისუსტეს, ამბობს ეს ადამიანი, უწოდოთ მას ლევან. მაგრამ 1994 წლის ბოლოდან მე დავიწყე შენიშვნა ცვლილებებისა. პატარა ცვლილებები თავდაპირველად ის უფრო ხშირად იღლებოდა, უფრო ხშირად ჰქონდა თავის ტკივილი, უფრო ხშირად სჭირდებოდა დასვენება. მაგრამ ის არასოდეს ლაპარაკობდა ამაზე. ის უბრალოდ აგრძელებდა მუშაობას, მუშაობდა უფრო მეც, ვიდრე ადრე, თითქოს ცდილობდა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ის ჯერ კიდევ იყო ძლიერი. ლევანი იხსენებს ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია. 1995 წლის მაისში ჩვენ ვიყავით ერთ შეხვედრაზე, მნიშვნელოვან შეხვედრაზე, სადაც უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხებოდა მთელი ორგანიზაციის მომავალს. შეხვედრა გრძელდებოდა რამდენიმე საათი. და ერთ მომენტში მე დავინახე, რომ გიგას სახე გაფერმკრთალდა. მან დაიჭირა მაგი და თითქოს ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას. მე მივუახლოვდი და ჩუმად ვკითხე, გიგა, ყველაფერი რიგზეა, მან მომიხედა და მის თვალებში დავინახე რაღაც, რაც მე არასოდეს მინახავს მანამდე, შიში. არა შიში იმისა, რაც ხდებოდა გარეთ, შიში იმისა, რაც ხდებოდა მის შიგნით. ლევანი ჩუმდება, შემდეგ აგრძელებს, შეხვედრის შემდეგ მე დავრჩი მასთან ცალკე. მე ვუთხარი, გიგა, შენ უნდა წახვიდე ექიმთან. ეს არ არის ნორმალური. მან მითხრა, ლევან, მე არ შემიძლია წასვლა ექიმთან. თუ ადამიანები გაიგებენ, რომ მე ავად ვარ, ისინი დაიწყებენ ფიქრს, რომ მე სუსტი ვარ. და თუ ისინი იფიქრებენ, რომ მე სუსტი ვარ, ყველაფერი დაიშლება. ამიტომ მე უნდა გავაგრძელო. უნდა გავაგრძელო, სანამ შემიძლია. მე ვკითხე, და რა მოხდება, როდესაც აღარ შეგიძლება, მან მომიხედა და თქვა, მაშინ ყველაფერი დასრულდება. მაგრამ სანამ ეს არ მოხდა, მე უნდა ვიყო ძლიერი. ეს საუბარი, რომელიც მოხდა რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე გელაშვილის დაკავება, აჩვენებს რაღაც მნიშვნელოვანს. აჩვენებს, რომ გელაშვილი იყო ადამიანი, რომელიც იყო თქვა საკუთარი იმიჯისა, იმიჯი ძლიერი, უდრეკი, უძლეველი ლიდერისა. და ეს იმიჯი იყო არა მხოლოდ პირადი, ეს იყო პოლიტიკური, ეს იყო ორგანიზაციული. რადგან მხედრიონის ძალა იყო დამოკიდებული მის ლიდერების ძალაზე და თუ ლიდერები აჩვენებდნენ სისუსტეს, მთელი ორგანიზაცია ხდებოდა სუსტი. მაგრამ რა იყო რეალური მდგომარეობა გელაშვილის ჯანმრთელობისა? რამდენად სერიოზული იყო მისი პრობლემები? ლევანი ამბობს, რომ ის არ იცის ზუსტად, რადგან გელაშვილი არასოდეს ლაპარაკობდა დეტალებზე. მაგრამ ის, რასაც ის ხედავდა, იყო საკმარისი იმის გასაგებად, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა. მე ვხედავდი, თუ როგორ იცვლებოდა ის თვიდან თვემდე. ის კარგავდა წონას. მისი სახე ხდებოდა უფრო ფერმკრთალი. მისი ხელები კანკალებდა ზოგჯერ, მცირედ, მაგრამ შესამჩნევად. და ყველაზე მეტად მე ვხედავდი, თუ როგორ იცვლებოდა მისი თვალები. ადრე მისი თვალები იყო ძლიერი, მკაცრი, თვალები, რომლებიც ამბობდნენ, მე ვაკონტროლებ ყველაფერს. მაგრამ 1995 წლის ზაფხულში მისი თვალები იყო სხვა, ისინი იყო დაღლილი, შეშფოთებული, თვალები, რომლებიც ამბობდნენ, მე ვცდილობ შევინარჩუნო კონტროლი, მაგრამ ეს ხდება უფრო და უფრო რთული. ეს აღწერა ადამიანისა, რომელიც ნელა კარგავს კონტროლს არა მხოლოდ გარე სიტუაციაზე, არამედ საკუთარ სხეულზეც, არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ასპექტი გელაშვილის ისტორიისა. რადგან ის, რაც ხდებოდა მასთან, არ იყო მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, ეს იყო ფიზიოლოგიური კრიზისიც. ეს იყო კრიზისი, რომელიც აჩვენებდა, რომ ძალაუფლება არის არა მხოლოდ პოლიტიკური კონცეფცია, არამედ ფიზიკური რეალობაც. რომ ადამიანი, რომელიც აკონტროლებს ათასობით ადამიანის ბედს, თავად არის დამოკიდებული საკუთარი სხეულის ძალაზე და როდესაც ეს ძალა იწყებს გაქრობას, მთელი სისტემა იწყებს ინგრევას. ლევანი იხსენებს კიდევ ერთ ეპიზოდი, რომელიც მოხდა რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე გელაშვილის დაკავება.
ჩვენ ვიყავით ერთ სახლში, სადაც გიგა ცხოვრობდა იმ დროს, არა მისი ოფიციალური სახლი, არამედ საიდუმლო სახლი, სადაც ის მიდიოდა, როდესაც სჭირდებოდა დასვენება. მე შევედი ოთახში და დავინახე ის, რაც მე არასოდეს უნდა მენახა. გიგა იჯდა საწოლზე, ხელში ეჭირა ტაბლეტების ყუთი და ტიროდა. არა ხმამაღლა, ჩუმად, თითქმის უხმოდ. მაგრამ ცრემლები მიედინებოდა მის სახეზე. მე გავაჩერდი კარებთან, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. და შემდეგ ის შემამჩნია. მან სწრაფად წაიშალა ცრემლები, ჩადო ტაბლეტები და თქვა: ლევან, შემოდი. მე კარგად ვარ. უბრალოდ დაღლილი ვარ. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ის არ იყო კარგად. ვიცოდი, რომ რაღაც ინგრეოდა მის შიგნით, რაღაც, რასაც ის ვერ აკონტროლებდა. ეს სცენა ძლიერი ადამიანისა, რომელიც ტირის მარტო, რომელიც ცდილობს დამალოს თავისი სისუსტე, რომელიც იბრძვის საკუთარ სხეულთან, არის ერთ-ერთი ყველაზე ადამიანური მომენტი გელაშვილის ისტორიაში. რადგან ის აჩვენებს, რომ ის იყო არა მხოლოდ მხედრიონის ლიდერი, არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა, არა მხოლოდ დამნაშავე, ის იყო ადამიანი. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა შიშები, სისუსტეები, ტკივილი. ადამიანი, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა კონტროლი სიტუაციაზე, რომელიც ინგრეოდა მის გარშემო და მის შიგნითაც. ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ ყველაფერი მთავრდებოდა, მაგრამ ცდილობდა გაეგრძელებინა, სანამ შეეძლო. ლევანი ამბობს, რომ ამ მომენტის შემდეგ მან ჰკითხა გელაშვილს: გიგა, რატომ არ წახვალ? რატომ არ დატოვებ ყველაფერს და არ წახვალ სადმე, სადაც შეგიძლია დასვენება, სადაც შეგიძლია მკურნალობა? გელაშვილმა მომიხედა და თქვა რაღაც, რაც ლევანს არასოდეს დაავიწყდება: ლევან, მე არ შემიძლია წასვლა. რადგან თუ მე წავალ, ეს ნიშნავს, რომ მე ვაღიარებ დამარცხებას. და მე არ შემიძლია ამის აღიარება. არა იმიტომ, რომ მე ვარ ამაკი, არამედ იმიტომ, რომ თუ მე ვაღიარებ დამარცხებას, ყველა ის ადამიანები, რომლებიც მენდობიან, რომლებიც მიყვებიან, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ჩემზე, ისინი ყველანი დაიღუპებიან. ამიტომ მე უნდა გავაგრძელო. უნდა გავაგრძელო ბოლომდე. ეს სიტყვები, უნდა გავაგრძელო ბოლომდე, აჩვენებს რაღაც მნიშვნელოვანს გელაშვილის ხასიათის შესახებ. აჩვენებს, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ხედავდა თავის თავს არა როგორც ინდივიდს, არამედ როგორც სიმბოლოს, სიმბოლო ძალისას, სტაბილურობისა, ლიდერობისა. და ეს სიმბოლო იყო მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყვნენ ნაწილი მხედრიონისა. რადგან მხედრიონი იყო არა მხოლოდ ორგანიზაცია, ეს იყო იდეა. იდეა იმის შესახებ, რომ არსებობს ძალა, რომელიც დაიცავს ადამიანებს, როდესაც სახელმწიფო სუსტია. იდეა იმის შესახებ, რომ არსებობს ლიდერები, რომლებიც არიან ძლიერები, უდრეკები, უძლეველები. და გელაშვილი იყო ერთ-ერთი ეს ლიდერი, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა ეს იდეა, თუნდაც მაშინ, როდესაც მისი საკუთარი სხეული უღალატებდა მას. მაგრამ რა ხდება, როდესაც სიმბოლო იწყებს ინგრევას? რა ხდება, როდესაც ლიდერი, რომელიც უნდა იყოს ძლიერი, ხდება სუსტი? რა ხდება, როდესაც იდეა, რომელიც უნდა იყოს უძლეველი, ხდება დაუცველი? პასუხი არის ის, რაც მოხდა 1995 წელს, ყველაფერი იშლება. სწრაფად, უკუქცევად და ტრაგიკულად. ლევანი ამბობს, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც ჰქონდა გელაშვილთან ადრე, ვიდრე მისი დაკავება, იყო რამდენიმე დღით ადრე 1995 წლის ნოემბერში. ჩვენ ვიჯექით ერთ ოთახში, მხოლოდ ჩვენ ორნი. გიგა იყო ძალიან ჩუმი, უფრო ჩუმი, ვიდრე ოდესმე. მან უყურებდა ფანჯარას, სადაც ჩანდა თბილისი, ქალაქი, რომელსაც ის იცნობდა ყოველი ქუჩით, ყოველი კუთხით, ყოველი საიდუმლო ადგილით. და შემდეგ მან თქვა: ლევან, იცი რა არის ყველაზე საინტერესო? ყველაფერი იცვლება, მაგრამ ქალაქი რჩება იგივე. ადამიანები მოდიან და მიდიან, ძალაუფლება იცვლება, მაგრამ ქალაქი რჩება. და შეიძლება ეს არის ერთადერთი რამ, რაც რეალურად აქვს მნიშვნელობა. მე ვკითხე, რას გულისხმობ? მან მომიხედა და თქვა: ჩვენ ფიქრობდით, რომ ვაკონტროლებდით ქალაქს. მაგრამ სინამდვილეში ქალაქი აკონტროლებდა ჩვენ. ის აიძულებდა ჩვენ ყოფილიყოთ ის, რაც ვიყავით. და ახლა, როდესაც ქალაქს აღარ სჭირდება ჩვენ უბრალოდ ვქრებით. ეს არის ბუნებრივი. ეს არის სწორი. და შეიძლება ეს არის ერთადერთი გზა, რომ ყველაფერი დასრულდეს. ეს სიტყვები იყო ბოლო, რაც ლევანმა გაიგონა გელაშვილისგან ადრე, ვიდრე მისი დაკავება. და ეს სიტყვები აჩვენებს რაღაც მნიშვნელოვანს, აჩვენებს, რომ გელაშვილი ბოლოს მიხვდა რაღაცას, რაც ბევრმა ლიდერმა არასოდეს მიხვდა, რომ ძალაუფლება არის არა რაღაც, რასაც შენ ფლობ, არამედ რაღაც, რასაც შენ გაძლევენ. რომ ლიდერობა არის არა რაღაც, რასაც შენ იღებ, არამედ რაღაც, რასაც შენ გაძლევენ ადამიანები, რომლებიც ხვებიან.
და როდესაც ეს ადამიანები აღარ გჭირდებიან, როდესაც ისინი აღარ გჯერათ, როდესაც ისინი აღარ ყვებიან, მაშინ შენი ძალაუფლება ქრება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერი იყავი ადრე, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი გეშინოდა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი საიდუმლო იცოდი. როდესაც დრო მოდის, ყველაფერი მთავრდება. და ერთადერთი კითხვა რჩება, როგორ მთავრდება? ღირსეულად თუ ტრაგიკულად? მშვიდობით თუ ძალადობით? მიღებით თუ წინააღმდეგობით? გიგა გელაშვილმა აირჩია მიღება, არა იმიტომ, რომ ის იყო სუსტი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ბრძენი. ის მიხვდა, რომ წინააღმდეგობა მხოლოდ გაახანგრძლიებდა ტკივილს, მხოლოდ გაზრდიდა მსხვერპლს, მხოლოდ გააუარესებდა დასასრულს. ამიტომ ის მიიღო თავისი ბედი, მიიღო არა სიხარულით, არამედ გაგებით. გაგებით იმისა, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და რომ ზოგჯერ ყველაზე ძლიერი რამ, რასაც შეგიძლია გააკეთო, არის მიღება ამ დასასრულისა. რა ფიქრობთ თქვენ, იყო თუ არა ეს სიბრძნე, თუ სისუსტე? იყო თუ არა ეს მიღება ღირსეული, თუ დამარცხება? და რა გაკვეთილი შეგვიძლია ავიღოთ ამ ისტორიიდან, ისტორია ადამიანისა, რომელიც იყო ძლიერი, მაგრამ რომელიც ბოლოს მიხვდა, რომ ძალა არის არა ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც იყო გიგა გელაშვილის პირად დაცვაში 1995 წლის ნოემბერში, როდესაც ყველაფერი ინგრეოდა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ის, ვინც ხედავდა ყველაფერს, ყოველ შეხვედრას, ყოველ ზარს, ყოველ გადაწყვეტილებას. და ახლა 75 წლის შემდეგ თქვენ პირველად თანახმა ხართ ისაუბროთ კამერის წინ, ისაუბროთ იმაზე, რასაც ხედავდით იმ ბოლო დღეებში, როდესაც მხედრიონის ეპოქა მთავრდებოდა. ბოლო წუთამდე ვიფიქრეთ, რომ გადავრჩებოდით, ამბობს ეს ადამიანი, ვუწოდოთ მას ნიკოლოს, ხელები უკანკალებს, როდესაც იხსენებს იმ დღეებს. მაგრამ ღრმად ჩვენი გულის სიღრმეში, ყველამ ვიცოდით სიმართლე. ვიცოდით, რომ ეს იყო დასასრული. მხოლოდ არ გვინდოდა ამის აღიარება, არც საკუთარი თავისთვის, არც ერთმანეთისთვის, არც გიგასთვის. ნიკოლოზი იხსენებს ერთ კონკრეტულ დღეს, დღე, რომელიც შეცვალა ყველაფერი და რომელზეც არავინ ლაპარაკობდა ამდენი წლის განმავლობაში. ეს იყო 1995 წლის ნოემბრის დასაწყისი. ჩვენ ვიყავით ერთ სახლში საბურთალოზე, არა ჩვეულებრივი სახლი, არამედ ერთ-ერთი იმ საიდუმლო ადგილებიდან, სადაც გიგა მიდიოდა, როდესაც სჭირდებოდა სრული კონფიდენციალურობა. იქ იყო 7 ადამიანი, გიგა და 6 ჩვენთაგანი, ვინც ყველაზე ახლოს ვიყავით მასთან. გიგამ თქვა, ბიჭებო, მე უნდა გითხრათ რაღაც. მე მაქვს ინფორმაცია, რომელიც მოვიდა ადამიანისგან, რომელსაც ვენდობი. ეს ინფორმაცია ამბობს, რომ შევარდნაძე გეგმავს ოპერაციას ჩვენს წინააღმდეგ. არა მხოლოდ დაკავებებს, რაღაც უფრო დიდს. რაღაც, რაც მიზნად ისახავს ჩვენი სრულ განადგურებას. ნიკოლოზი ჩუმდება, თვალებში ჩნდება ის გამონათება, რომელიც ყოველთვის ჩნდება, როდესაც ადამიანი იხსენებს მომენტს, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება სამუდამოდ. ყველა ჩუმდა. არავინ არაფერს ამბობდა. რადგან ყველამ ვიცოდით, რას ნიშნავდა ეს. ეს ნიშნავდა, რომ დრო ამოიწურა. ეს ნიშნავდა, რომ ყველა ის წლები, რომლებიც ჩვენ ვიყავით ძალაუფლებაში, ყველა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, ყველა ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ დავეხმარეთ ან დავაზიანეთ, ყველაფერი ეს ახლა მოდიოდა ჩვენთან უკან. და შემდეგ ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა, ვუწოდოთ მას გკითხა კითხვა, რომელიც ყველას გვაინტერესებდა, გიგა, რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვებრძოლოთ? უნდა გავიქცეთ? უნდა დავმალოთ? გიგამ მომიხედა ისე, როგორც მამა უყურებს შვილს, როდესაც უნდა უთხრას რაღაც, რაც ძალიან რთულია. და თქვა, ბიჭებო, მე ვიფიქრე ამაზე ბევრი. ვიფიქრე დღეებისა და ღამეების განმავლობაში. და მივედი დასკვნამდე, ჩვენ არ შეგვიძლია ბრძოლა. რადგან თუ ჩვენ ვიბრძოლებთ, ბევრი ადამიანი დაიღუპება, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უდანაშაულო ადამიანებიც. და მე არ მინდა ეს. ჩვენ არ შეგვიძლია გაქცევა, რადგან სად წავალთ. ყველა საზღვარი დახურულია. ყველა გზა დაბლოკილია. რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი, მიღება. ეს სიტყვა, მიღება იყო ის, რაც შეცვალა ყველაფერი იმ ოთახში. ნიკოლოზი იხსენებს, თუ როგორ რეაგირებდნენ ადამიანები. ზოგიერთი იყო გაოცებული. ზოგიერთი იყო გაბრაზებული. ზოგიერთი იყო შეშფოთებული. მაგრამ ყველა ესმოდა, რომ გიგა იყო მართალი. რადგან ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ სიტუაცია იყო უიმედო. ვიცოდით, რომ შევარდნაძეს ჰქონდა ყველაფერი, ჰქონდა არმია, ჰქონდა პოლიცია, ჰქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა, ჰქონდა საზოგადოებრივი აზრი. ხოლო ჩვენ რა გვქონდა?
გქონდა იარაღი, გქონდა ლოიალური ადამიანები, გქონდა საიდუმლო ადგილები. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ეს არასოდეს არ იყო საკმარისი. ნიკოლოზი ჩუმდება, შემდეგ აგრძელებს, გიგამ თქვა კიდევ რაღაც იმ დღეს, რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება. მან თქვა, ბიჭებო, მე ვიცი, რომ ზოგიერთი თქვენთაგანი ფიქრობს, რომ მე ვარ სუსტი, რომ მე ვარ მოღალატე, რომ მე ვტოვებ თქვენ. მაგრამ ეს არ არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ მე ვცდილობ გადავარჩინო თქვენ. რადგან თუ ჩვენ ვიბრძოლებთ და წავაგებთ, რაც არის შეუძლებელი, ჩვენ ყველანი დავიღუპებით. მაგრამ თუ ჩვენ მივიღებთ, თუ ჩვენ წავალთ მშვიდობით, შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგანმა გადარჩეს. შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგანმა ჰქონდეს მომავალი. და ეს არის ის, რაც მე მინდა, რომ თქვენ გქონდეთ მომავალი. ეს სიტყვები ლიდერისა, რომელიც ფიქრობს არა საკუთარ თავზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც მას მიჰყვებიან, აჩვენებს რაღაც მნიშვნელოვანს გელაშვილის ხასიათის შესახებ. აჩვენებს, რომ ის იყო არა მხოლოდ ძალაუფლების მოყვარული, არა მხოლოდ ამბიციური ლიდერი, არამედ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გრძნობა პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ენდობოდნენ მას, რომლებიც მიჰყვებოდნენ მას, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ მასზე. და ეს გრძნობა პასუხისმგებლობისა იყო ის, რამაც განსაზღვრა მისი ბოლო გადაწყვეტილება არა ბრძოლისა, არამედ მიღებისა. ნიკოლოზი ამბობს, რომ იმ შეხვედრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ეს იყო დასასრული. ვიცოდით, რომ რამდენიმე დღეში ან კვირაში მოვიდოდნენ დაკავებისთვის, მოვიდოდნენ ყველაფრის დასასრულებლად. და ჩვენ ველოდით არა შიშით, არამედ რაღაც სხვაგვარი გრძნობა, რომელიც იყო ნაზავი სევდისა, შვებისა და უცნაური სიმშვიდისა. რადგან ბოლოს ჩვენ ვიცოდით, რომ ყველაფერი მთავრდებოდა. და ეს ცოდნა იყო თავისებურად განმათავისუფლებელი. 1995 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მოვიდა ის დღე, რომელსაც ყველა ელოდა. დილის 6 საათზე, როდესაც თბილისი ჯერ კიდევ იძინებდა უშიშროების სამსახურის სპეციალური ჯგუფები დაიწყეს ოპერაცია, რომელსაც კოდური სახელი ჰქონდა გამთენიება. ამ ოპერაციის მიზანი იყო მხედრიონის ყველა დარჩენილი ლიდერის დაკავება, მათ შორის გიგა გელაშვილის. ნიკოლოზი იყო იქ იმ დილით, როდესაც ისინი მოვიდნენ. მე ვიყავი გიგასთან იმ სახლში, სადაც ის ცხოვრობდა იმ დროს. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი მოვიდოდნენ, გიგას ჰქონდა ინფორმაცია წინასწარ. მაგრამ ჩვენ არ გავიქეცით. ჩვენ არ დავიმალეთ. ჩვენ უბრალოდ ველოდით. და როდესაც ისინი მოვიდნენ, დაახლოებით 20 ადამიანი, ყველა შეიარაღებული, ყველა ფორმაში, გიგამ გახსნა კარი თავად. მან უყურა მათ და თქვა, მე ვიცი, რატომ მოხვედით. მე მზად ვარ. მაგრამ გთხოვთ, ნუ შეეხებით ჩემს ადამიანებს. ისინი მხოლოდ ასრულებდნენ ბრძანებებს. ყველა პასუხისმგებლობა არის ჩემზე. ეს სიტყვები ადამიანისა, რომელიც ბოლო მომენტამდე ცდილობს დაიცვას თავისი ადამიანები, აჩვენებს თუ ვინ იყო რეალურად გიგა გელაშვილი. არა მხოლოდ მხედრიონის ლიდერი, არა მხოლოდ ძალაუფლების ფიგურა, არამედ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა პრინციპები, რომლებსაც ის ინარჩუნებდა თუნდაც ბოლო მომენტში. ნიკოლოზი იხსენებს, თუ როგორ წაიყვანეს გელაშვილი. ისინი შემოვიდნენ, წაიკითხეს ბრალდებები, რომლებიც გრძელდებოდა რამდენიმე წუთი და შემდეგ დააკრეს ხელბორკილები. გიგამ არ წინააღმდეგობა გაუწია. მან არ ილაპარაკა. მან მხოლოდ მომიხედა ბოლოჯერ და მის თვალებში დავინახე რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება. არა შიში, არა სინანული, არა სიბრაზე. მხოლოდ სიმშვიდე ადამიანისა, რომელმაც მიიღო თავისი ბედი და რომელიც იცის, რომ ის გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. ნიკოლოზი ჩუმდება, ცრემლები უჩნდება თვალებში. როდესაც ისინი წაიყვანეს გიგა, მე დავრჩი იქ იმ სახლში მარტო. და მე ვიფიქრე, ეს არის დასასრული. ეს არის დასასრული ყველაფრისა, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, ყველაფრისა, რისთვისაც ჩვენ მუშაობდით, ყველაფრისა, რაც ჩვენ ვიყავით. მაგრამ ასევე ვიფიქრე, შეიძლება ეს არის დასაწყისი რაღაც ახლისა. რაღაც, რაც იქნება უკეთესი. რაღაც, რაც არ იქნება აშენებული შიშზე და ძალაზე, არამედ კანონზე და სამართლიანობაზე. ეს აზრები ადამიანისა, რომელიც ხედავს დასასრულს არა როგორც ტრაგედიას, არამედ როგორც შესაძლებლობას, აჩვენებს, რომ თუნდაც მხედრიონის ეპოქის დასასრულში იყო იმედი. იმედი იმისა, რომ საქართველოს შეეძლო გამხდარიყო რაღაც უკეთესი.
1995 წლის დეკემბერში თბილისის ცენტრალურ საკანში ერთ პატარა საკანში, რომელიც იყო განკუთვნილი განსაკუთრებული მნიშვნელობის პატიმრებისთვის, იჯდა გიგა გელაშვილი. ის იყო იქ უკვე თითქმის ერთი თვე, რომლის განმავლობაშიც მას ჰქონდა დრო იფიქროს, გაიანალიზებინა, გაეგო რა მოხდა რეალურად. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა წვდომა მასთან იმ დღეებში, ადვოკატი, ვუწოდოთ მას, თამას იხსენებს თავის შეხვედრებს გელაშვილთან. პირველად, როდესაც შევედი იმ საკანში და დავინახე გიგა, გავოცდი. არა იმიტომ, რომ ის იყო ცუდ მდგომარეობაში, თუმცა ის იყო ფერმკრთალი, დაღლილი, აშკარად დაქვეითებული. არამედ იმიტომ, რომ მის თვალებში დავინახე რაღაც, რასაც არ ველოდი, სიმშვიდე. ის არ იყო გაბრაზებული, არ იყო შეშფოთებული, არ იყო დეპრესიაში. ის იყო მშვიდი, უცნაურად მშვიდი ადამიანისთვის, რომელიც იყო დაკავებული და რომელსაც ელოდა სასამართლო პროცესი, რომელიც შეეძლო დასრულებულიყო მძიმე სასჯელით. თამაზი იხსენებს ერთ კონკრეტულ საუბარს, რომელიც ჰქონდა გელაშვილთან იმ დღეებში. მე ვკითხე მას, გიგა, როგორ გრძნობ შენს თავს? რა გჭირდება? მან მომიხედა და თქვა, თამას, მე კარგად ვარ. მე არ მჭირდება არაფერი. მე მხოლოდ მჭირდება დრო იმისთვის, რომ ვიფიქრო, რომ გავიგო, რომ მივიღო. მე ვკითხე, რა უნდა მიიღო? მან თქვა, ყველაფერი. ყველაფერი, რაც მოხდა. ყველაფერი, რაც მე გავაკეთე. ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ. რადგან მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ ვიყავით ბანდიტები, დამნაშავეები, ადამიანები, რომლებმაც ზიანი მიაყენეს ქვეყანას. და შეიძლება ისინი არიან მართალი. შეიძლება ჩვენ რეალურად ვიყავით ის, რასაც ისინი ამბობენ. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ჩვენ ვცდილობდით რაღაცას, ვცდილობდით დაგვეცვა ქვეყანა იმ დროს, როდესაც არავინ სხვა არ იცავდა მას. ვცდილობდით შეგვექმნა წესრიგი იმ დროს, როდესაც ყველაფერი იყო ქაოსში. და თუ ჩვენ ვიყავით წარუმატებელნი, თუ ჩვენ გადავაბიჯეთ ხაზი, თუ ჩვენ გავხდით ის, რასაც ვებრძოდით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. და მე მზად ვარ ამის მიღებისთვის. ეს სიტყვები ადამიანისა, რომელიც ცდილობს გაიგოს თავისი როლი ისტორიაში, რომელიც ცდილობს მიიღოს პასუხისმგებლობა თავისი ქმედებებისთვის, აჩვენებს რაღაც მნიშვნელოვანს გელაშვილის ხასიათის შესახებ. აჩვენებს, რომ ის იყო არა მხოლოდ ძალაუფლების ფიგურა, არამედ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უნარი თვითრეფლექსიისა, უნარი, რომელიც იშვიათია ლიდერებში, განსაკუთრებით იმ ლიდერებში, რომლებიც ცხოვრობდნენ ძალაუფლებაში და რომლებიც ჩვეულნი იყვნენ იმაზე, რომ ყოველთვის ჰქონდათ მართალი. თამაზი ამბობს, რომ მან ჰკითხა გელაშვილს კიდევ ერთი კითხვა, რომელიც აწუხებდა მას. გიგა, თუ შეგეძლო დაბრუნება წარსულში, შეცვლიდი თუ არა რამეს? გელაშვილმა დაფიქრდა ისე ხანგრძლივად, რომ თამაზმა იფიქრა, რომ შეიძლება ის არ უპასუხებდა. მაგრამ შემდეგ გელაშვილმა თქვა, თამაზ, ეს არის რთული კითხვა. რადგან თუ მე ვიტყვი, რომ არაფერს შევცვლიდი, ეს ნიშნავს, რომ მე არ ვინანებ. მაგრამ თუ მე ვიტყვი, რომ ყველაფერს შევცვლიდი, ეს ნიშნავს, რომ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, იყო შეცდომა. და არც ერთი ამ პასუხებიდან არ არის სრულად სწორი. გელაშვილმა გააგრძელა, მე ვინანებ ბევრ რამეს. ვინანებ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც დააზიანა უდანაშაულო ადამიანები. ვინანებ იმ მომენტებს, როდესაც მე ავირჩიე ძალა კანონის ნაცვლად, შიში პატივისცემის ნაცვლად, კონტროლი თავისუფლების ნაცვლად. მაგრამ მე არ ვინანებ იმას, რომ მე ვცადე რაღაცის გაკეთება იმ დროს, როდესაც ყველაფერი იშლებოდა. ვცადე დამეცვა ადამიანები, რომლებიც მჭირდებოდნენ დაცვა. ვცადე შემექმნა წესრიგი იმ დროს, როდესაც ყველაფერი იყო ქაოსში. და თუ ჩემი მცდელობა იყო წარუმატებელი, თუ ჩემი მეთოდები იყო არასწორი, თუ ჩემი შედეგები იყო ტრაგიკული, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. მაგრამ მე არ ვინანებ იმას, რომ მე ვცადე. ეს სიტყვები ადამიანისა, რომელიც ცდილობს იპოვოს ბალანსი სინანულსა და თვითდამტკიცებას შორის, აჩვენებს სირთულეს იმისა, თუ როგორ უნდა შეაფასო საკუთარი ცხოვრება, როდესაც ეს ცხოვრება იყო სავსე როგორც კეთილი განზრახვებით, ისე ცუდი შედეგებით. თამაზი იხსენებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საუბარს, რომელიც ჰქონდა გელაშვილთან იმ დღეებში, საუბარი, რომელიც ეხებოდა მომავალს. მე ვკითხე მას, გიგა, რას ფიქრობ, რა მოხდება შენთან? რასელი სასამართლოდან? მან თქვა, თამაზ, მე ვიცი, რომ სასამართლო მომცემს მძიმე სასჯელს. ეს არის გარდაუვალი. რადგან სახელმწიფოს სჭირდება სიმბოლო იმისა, რომ ძველი დრო დასრულდა, რომ ახალი დრო დაიწყო, რომ კანონი ახლა მართავს. და მე ვიქნები ეს სიმბოლო. მე ვიქნები ის ადამიანი, რომელზეც ისინი აჩვენებენ და იტყვიან, აი ეს არის ის, რაც ხდება, როდესაც ადამიანები ცდილობენ იცხოვრონ ძალით, არა კანონით. მე ვკითხე, და როგორ გრძნობ შენს თავს ამის შესახებ? მან თქვა, მე უგრძნობ.
მე ვგრძნობ, რომ ეს არის სამართლიანი. არა იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ მე ვარ ერთადერთი დამნაშავე, არიან ბევრი სხვები, რომლებმაც ითამაშეს როლი იმაში, რაც მოხდა. მაგრამ იმიტომ, რომ მე ვიყავი ნაწილი სისტემისა, რომელმაც არ იმუშავა. და ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამისთვის. და თუ ეს ვიღაცა ვიქნები მე მზად ვარ. ეს სიტყვები ადამიანისა, რომელიც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი ქმედებებისთვის, არამედ მთელი სისტემისთვის, რომლის ნაწილი იყო, აჩვენებს იშვიათ ხარისხს, რომელსაც შეიძლება ეწოდოს მორალური გამბედაობა. გამბედაობა იმისა, რომ აღიარო შენი როლი რაღაცაში, რაც არ იმუშავა, რომ მიიღო შედეგები შენი არჩევანებისა, რომ არ ეცადო გაქცევა ან დამალვა, არამედ დადგე და უთხრა, დიახ, მე ვიყავი ნაწილი ამისა და მე მზად ვარ ვიპასუხო ამისთვის. თამაზი ამბობს, რომ ამ საუბრების შემდეგ მისი აზრი გელაშვილის შესახებ შეიცვალა. ადრე, როდესაც მე მესმოდა გიგა გელაშვილის შესახებ, მე ვფიქრობდი მასზე როგორც მხედრიონის ლიდერზე, როგორც ძალაუფლების ფიგურაზე, როგორც ადამიანზე, რომელიც იყო ნაწილი ძალადობრივი სისტემისა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მე ვესაუბრე მას იმ საკანში, მე დავინახე რაღაც სხვა. დავინახე ადამიანი, რომელიც იყო რთული, წინააღმდეგობრივი, ტრაგიკული. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა როგორც ძლიერი მხარეები, ისე სუსტი. ადამიანი, რომელიც გააკეთა როგორც კარგი საქმეები, ისე ცუდი. ადამიანი, რომელიც ბოლოს ცდილობდა გაეგო თავისი ცხოვრება და მიეღო პასუხისმგებლობა თავისი არჩევანებისთვის. 1996 წლის დასაწყისში დაიწყო ის, რასაც მოგვიანებით უწოდეს საუკუნის პროცესი, სასამართლო პროცესი ჯაბა იოსელიანის, გიგა გელაშვილის და ათობით სხვა მხედრიონის ლიდერის წინააღმდეგ. ეს პროცესი გრძელდებოდა რამდენიმე თვე და იყო ერთ-ერთი ყველაზე მედიატიზებული მოვლენა საქართველოს ისტორიაში იმ დროს. თამაზი, რომელიც იყო ერთ-ერთი დაცვის ადვოკატი, იხსენებს, თუ როგორ იქცეოდა გელაშვილი პროცესის განმავლობაში. ის იყო მშვიდი, ღირსეული, თავშეკავებული. ის არ ცდილობდა უარყოს ბრალდებებს, ის აღიარებდა, რომ ის იყო ნაწილი მხედრიონისა, რომ ის იყო ერთ-ერთი ლიდერი, რომ ის იყო პასუხისმგებელი ბევრ გადაწყვეტილებაზე. მაგრამ ის ასევე ცდილობდა ახსნას კონტექსტი, ახსნას, რომ მხედრიონი არ იყო უბრალოდ დანაშაულებრივი ორგანიზაცია, არამედ რაღაც უფრო რთული. რომ ის იყო პასუხი იმ ქაოსზე, რომელიც იყო საქართველოში 1990-იან წლებში. რომ ის იყო მცდელობა შექმნილიყო წესრიგი, როდესაც სახელმწიფო არ შეეძლო ამის გაკეთება. თამაზი ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომენტი პროცესის განმავლობაში იყო, როდესაც გელაშვილს მისცეს საშუალება ესაუბრა თავისი სიტყვებით, თავისი ხმით, თავისი პერსპექტივით. გიგამ თქვა რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება. მან თქვა, პატივცემულო სასამართლო, მე ვიცი, რომ თქვენ მომცემთ მძიმე სასჯელს. და მე მზად ვარ ამის მიღებისთვის. მაგრამ მე გთხოვთ, გახსოვდეთ ერთი რამ, ჩვენ ვინც ვიყავით ნაწილი მხედრიონისა, ჩვენ არ ვიყავით მონსტრები. ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებმაც ცადეს რაღაცის გაკეთება იმ დროს, როდესაც ყველაფერი იშლებოდა. ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებმაც გააკეთეს შეცდომები, ბევრი შეცდომა, სერიოზული შეცდომები, რომლებმაც დააზიანა ადამიანები. და ჩვენ უნდა ვიპასუხოთ ამ შეცდომებისთვის. მაგრამ გთხოვთ, არ დაგვივიწყოთ როგორც მხოლოდ დამნაშავეები. გვახსოვდეთ როგორც ადამიანები, რომლებმაც ცადეს თუნდაც წარუმატებლად რაღაცის გაკეთება იმ დროს, როდესაც ქვეყანას სჭირდებოდა ვიღაცა, ვინც ცდილობდა. ეს სიტყვები, რომლებიც არ ცდილობს გაამართლოს, არამედ ცდილობს ახსნას, აჩვენებს გელაშვილის უნარს იყოს ერთდროულად პასუხისმგებელი და ადამიანური. პასუხისმგებელი იმისთვის, რაც მოხდა, მაგრამ ადამიანური იმ გაგებით, რომ ყველა ადამიანი, თუნდაც ის, ვინც აკეთებს შეცდომებს, იმსახურებს გაგებას. სასამართლომ მისცა გელაშვილს მძიმე სასჯელი, რომელიც ნიშნავდა, რომ ის გაატარებდა მრავალ წელს ციხეში. თამაზი იხსენებს, თუ როგორ რეაგირა გელაშვილმა განაჩენზე. როდესაც მოსამართლემ წაიკითხა განაჩენი, გიგამ არ აჩვენა ემოცია. მან არ ილაპარაკა. მან მხოლოდ დაუკრა თავი ისე, როგორც ადამიანი, რომელიც აღიარებს რაღაცას, რაც ის იცოდა, რომ მოვიდოდა. და შემდეგ, როდესაც მას გამოიყვანდნენ სასამართლო დარბაზიდან, მან მომიხედა ბოლოჯერ და მის თვალებში დავინახე არა სევდა, არა სინანული, არა სიბრაზე. დავინახე მხოლოდ მიღება იმისა, რაც მოხდა, მიღება იმისა, რაც მოდიოდა, მიღება იმისა, რომ ეს იყო ბოლო. ეს მომენტი, როდესაც ადამიანი იღებს თავის ბედს არა როგორც სასჯელს, არამედ როგორც გარდაუვალობას, არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომენტი გელაშვილის ისტორიაში.
რადგან ის აჩვენებს, რომ ბოლოს ის იყო ადამიანი, რომელმაც იპოვა სიმშვიდე არა იმაში, რაც მოხდა, არამედ იმაში, თუ როგორ მან მიიღო ის, რაც მოხდა. რა ფიქრობთ თქვენ, იყო თუ არა გელაშვილის მიღება ნიშანი სიბრძნისა, თუ უბრალოდ დაღლილობისა? იყო თუ არა მისი სიტყვები სასამართლოში მცდელობა გაამართლოს საკუთარი თავი, თუ მცდელობა ახსნას რთული ისტორია? და რა გაკვეთილი შეგვიძლია ავიღოთ მისი ისტორიიდან, ისტორია ადამიანისა, რომელიც ცდილობდა რაღაცის გაკეთებას, მაგრამ რომელიც ბოლოს აღმოჩნდა როგორც ნაწილი სისტემისა, რომელმაც არ იმუშავა. 1996 წლის გაზაფხულზე, როდესაც საუკუნის პროცესი დასრულდა და ყველა განაჩენი გამოცხადდა, საქართველო იწყებდა ახალ თავს თავის ისტორიაში. მხედრიონის ეპოქა დასრულდა არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ სიმბოლურადაც. ქვეყანა, რომელიც 1990-იან წლებში იყო ქაოსში, ახლა ცდილობდა იპოვოს გზა სტაბილურობისკენ, კანონისკენ, ნორმალურობისკენ. მაგრამ რა მოხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ნაწილი მხედრიონისა? რა მოხდა იმ ათასობით ადამიანთან, რომლებიც მუშაობდნენ ორგანიზაციაში, რომლებიც იყვნენ დამოკიდებულნი მასზე, რომლებიც აგებდნენ თავიანთ ცხოვრებას მის გარშემო? ერთ-ერთი ყოფილი წევრი მხედრიონისა ვუწოდოთ მას ვახტანგ იხსენებს იმ დღეებს, როდესაც ყველაფერი დასრულდა. ეს იყო უცნაური დრო. ერთი მხრივ იყო შვება იმისა, რომ ყველაფერი დასრულდა, რომ აღარ უნდა გეშინოდა, რომ აღარ უნდა ეფიქრა ყოველ წუთს, ვინ შეიძლება იყოს მოღალატე, ვინ შეიძლება იყოს საფრთხე. მაგრამ მეორე მხრივ იყო დაკარგულობის გრძნობა იმისა, რომ ყველაფერი, რისთვისაც შენ მუშაობდი, ყველაფერი, რაც შენ იყავი, ყველაფერი, რაც შენ იცოდი, ყველაფერი ეს ახლა აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ვახტანგი ამბობს, რომ ბევრმა ყოფილმა წევრმა მხედრიონისა ცადა ახალი ცხოვრების დაწყება, ცადა იპოვოს სამუშაო, ოჯახი, ნორმალური ცხოვრება. ზოგიერთმა შეძლო. ისინი იპოვეს სამუშაო ბიზნესში, უშიშროებაში, სხვა სფეროებში. ისინი შექმნეს ოჯახები, გაზარდეს შვილები, იცხოვრეს ნორმალური ცხოვრება. მაგრამ სხვებმა ვერ შეძლეს. ისინი ვერ შეეგუნენ ახალ რეალობას, სადაც ისინი აღარ იყვნენ ძალაუფლებაში, სადაც ისინი აღარ იყვნენ შიშის ობიექტი, სადაც ისინი იყვნენ უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები. ზოგიერთი მათგანი დაეცა ალკოჰოლში, ზოგიერთი დაეცა დეპრესიაში, ზოგიერთი უბრალოდ გაქრა ისე, რომ არავინ იცის, სად არიან ახლა. ვახტანგი ჩუმდება, შემდეგ ამბობს, მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც შეძლო. მე ვიპოვე სამუშაო, შევქმენი ოჯახი, ვცხოვრობ ნორმალურ ცხოვრებას. მაგრამ მე არასოდეს დამავიწყდება ის დრო, არასოდეს დამავიწყდება ის გრძნობა, რომ შენ იყავი ნაწილი რაღაცისა, რაც იყო დიდი, ძლიერი, მნიშვნელოვანი. და არასოდეს დამავიწყდება ის გრძნობა, როდესაც ყველაფერი ეს დასრულდა და შენ დარჩი მარტო დაკარგული, ეძებდი შენს ადგილს ახალ სამყაროში. მაგრამ რა მოხდა გიგა გელაშვილთან? როგორ გაატარა მან ის წლები ციხეში? ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კონტაქტი მასთან იმ წლების განმავლობაში, ციხის კაპელანი, ვუწოდოთ მას მამა გიორგი იხსენებს თავის შეხვედრებს გელაშვილთან. პირველად, როდესაც შევხვდი გიგას ციხეში, მე ველოდი ადამიანს, რომელიც იქნებოდა გაბრაზებული, დეპრესიაში, სავსე სიბრაზით და სინანულით. მაგრამ ის, რასაც დავინახე, იყო სხვა. დავინახე ადამიანი, რომელიც იყო მშვიდი, ფოკუსირებული, თითქმის მედიტაციურ მდგომარეობაში. ის კითხულობდა ბევრს, კითხულობდა წიგნებს ისტორიის, ფილოსოფიის, რელიგიის შესახებ. ის წერდა თავის აზრებს, თავის მოგონებებს, თავის რეფლექსიებს. და ის ლაპარაკობდა იმ ადამიანებთან, რომლებიც სურდათ მასთან საუბარი, ლაპარაკობდა იმაზე, რაც მან ისწავლა, რაც მან გაიგო, რაც მან მიიღო. მამა გიორგი იხსენებს ერთ კონკრეტულ საუბარს, რომელიც ჰქონდა გელაშვილთან რამდენიმე წლის შემდეგ მისი პატიმრობის დაწყებიდან. მე ვკითხე მას, გიგა როგორ ცხოვრობა აქ? როგორ უმკლავდები ამ სიტუაციას? მან მომიხედა და თქვა, მამა გიორგი, მე ვიცხოვრებ დღე-დღეზე. მე ვცდილობ არ ვიფიქრო წარსულზე, რადგან წარსული არის სავსე რეგრეტებით. მე ვცდილობ არ ვიფიქრო მომავალზე, რადგან მომავალი არის გაურკვეველი. მე ვცდილობ ვიცხოვრო აწმყოში, ვიცხოვრო ყოველ მომენტში, ვიპოვო მნიშვნელობა ყოველ პატარა რამეში, ვიყო მადლიერი იმისთვის, რაც მაქვს, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ ეს პატარა საკანი და ეს რამდენიმე წიგნი. მამა გიორგი ჩუმდება, შემდეგ ამბობს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რამ, რაც მე ოდესმე გამიგონია. რადგან ეს აჩვენებდა, რომ გიგა იყო ადამიანი, რომელმაც იპოვა რაღაც, რასაც ბევრი ადამიანი ვერასოდეს პოულობს, იპოვა სიმშვიდე არა გარე ვითარებაში, არამედ შიდა მდგომარეობაში. იპოვა უნარი იყოს ბედნიერი არა იმის გამო, რაც აქვს, არამედ იმის გამო, თუ ვინ არის.
მამა გიორგი ამბობს, რომ გელაშვილი ასევე ლაპარაკობდა თავის წარსულზე, ლაპარაკობდა არა როგორც ადამიანი, რომელიც ცდილობს გაამართლოს საკუთარი თავი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც ცდილობს გაიგოს, რა მოხდა რეალურად. ერთხელ მან მითხრა, მამა გიორგი, მე ვფიქრობ ბევრს იმაზე, რა იყო მხედრიონი რეალურად. და მე მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენ ვიყავით სიმპტომი იმ დაავადებისა, რომელიც იყო საქართველოში იმ დროს. დაავადება, რომელსაც ერქვა ქაოსი, სისუსტე, შიში. და ჩვენ, მხედრიონი, ვიყავით მცდელობა განკურნება ამ დაავადებისა. მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ ჩვენი მკურნალობა იყო უარესი ვიდრე თავად დაავადება. რადგან ჩვენ ვცადეთ განკურნება ქაოსისა ძალით და ძალა ყოველთვის ქმნის მეტ ქაოსს. ჩვენ ვცადეთ განკურნება სისუსტისა კონტროლით და კონტროლი ყოველთვის ქმნის მეტ სისუსტეს. ჩვენ ვცადეთ განკურნება შიშისა შიშით და შიში ყოველთვის ქმნის მეტ შიშს. მამა გიორგი ამბობს, რომ ეს ანალიზი, რომელიც აჩვენებდა ღრმა გაგებას იმისა, რაც მოხდა, იყო ნიშანი იმისა, რომ გელაშვილი იყო ადამიანი, რომელიც რეალურად ცდილობდა. ისწავლოს თავისი გამოცდილებიდან, რომელიც რეალურად ცდილობდა გაეგო, რაც ავიდა არასწორად და რატომ. წლები გადიოდა. გელაშვილი რჩებოდა ციხეში, ცხოვრობდა თავის მშვიდ, რეფლექსიურ ცხოვრებას. მამა გიორგი ამბობს, რომ ბოლო წლებში გელაშვილი იწყებდა საუბარს იმაზე, რაც მოხდებოდა მის შემდეგ, მოხდებოდა მაშინ, როდესაც მისი გზა დასრულდებოდა. ერთხელ ეს იყო დაახლოებით 2010-იან წლებში, გიგამ მითხრა, მამა გიორგი, მე ვიცი, რომ ჩემი დრო ამ სამყაროში მთავრდება. მე ვგრძნობ ამას. და მე მინდა, რომ როდესაც მე წავალ, ადამიანებმა გახსოვდეთ არა მხოლოდ ის, რაც მე გავაკეთე არასწორად, რადგან მე გავაკეთე ბევრი არასწორად, არამედ ასევე ის, რაც მე ვცადე გამეკეთებინა სწორად. მე ვცადე დამეცვა ადამიანები. მე ვცადე შემექმნა წესრიგი. მე ვცადე ვიყო ლიდერი იმ დროს, როდესაც ქვეყანას სჭირდებოდა ლიდერები. და თუ მე ვიყავი წარუმატებელი, თუ მე გავაკეთე შეცდომები, თუ მე დავაზიანე ადამიანები, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და მე ვიღებ ამას. მაგრამ გთხოვთ, არ დამივიწყოთ როგორც მხოლოდ დამნაშავე. გამახსოვდეთ როგორც ადამიანი, რომელმაც ცადა. ეს სიტყვები, რომლებიც იყო თითქმის ტესტამენტი, აჩვენებდა, რომ გელაშვილი ფიქრობდა თავის მემკვიდრეობაზე, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ იქნებოდა ის დამახსოვრებული. და ეს არის ბუნებრივი, ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ფიქრობს იმაზე, თუ რა კვალს დატოვებს ამ სამყაროში, თუ როგორ იქნება ის დამახსოვრებული მაშინ, როდესაც ის აღარ იქნება. მამა გიორგი ამბობს, რომ მისი ბოლო შეხვედრა გელაშვილთან იყო რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე გელაშვილის გზა ამ სამყაროში დასრულდებოდა. ეს იყო მშვიდი შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ რამეზე, ვისაუბრეთ ცხოვრებაზე, სიკვდილზე, მნიშვნელობაზე, მემკვიდრეობაზე. და ბოლოს, როდესაც მე ვტოვებდი, გიგამ მითხრა, მამა გიორგი, მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ მოусმინეთ, მადლობა იმისთვის, რომ არ მსჯიდით, მადლობა იმისთვის, რომ დამეხმარეთ ვიპოვო სიმშვიდე. მე ვარ მზად ახლა. მზად ვარ იმისთვის, რაც მოდის. და მე ვიცოდი, რომ ის იყო მართალი. ის რეალურად იყო მზად. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ მოვლენებს, რომლებიც მოხდა 1990-იან წლებში საქართველოში, ჩვენ ვხედავთ რთულ სურათს, რომელიც არ არის შავთეთრი, არამედ სავსეა ნაცრისფერი ტონებით. მხედრიონის ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც სახელმწიფო სუსტია, როდესაც კანონი არ მუშაობს, როდესაც ხალხი ეშინია და ეძებს ძალას, რომელიც დაიცავს მათ. და ეს ძალა, მხედრიონი იყო პასუხი ამ ძიებაზე. მაგრამ როგორც ყველა ძალა, რომელიც არ არის კონტროლირებული კანონით, ის გადაიქცა რაღაცად, რაც იყო საშიში, ძალადობრივი, დესტრუქციული. გიგა გელაშვილის ისტორია არის ნაწილი ამ უფრო დიდი ისტორიისა. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა იყოს ლიდერი იმ დროს, როდესაც ქვეყანას სჭირდებოდა ლიდერები. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა შექმნილიყო წესრიგი იმ დროს, როდესაც ყველაფერი იყო ქაოსში. მაგრამ ის ასევე იყო ადამიანი, რომელმაც გააკეთა შეცდომები, სერიოზული შეცდომები, რომლებმაც დააზიანა ადამიანები, შეცდომები, რომლებზეც მან უნდა ეპასუხა. და ის პასუხობდა თავისი პატიმრობით, თავისი იზოლაციით, თავისი დროით, რომელიც გაატარა ციხეში, ფიქრობდა, რეფლექსირებდა, ცდილობდა გაეგო რა მოხდა რეალურად. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მხედრიონზე, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მასზე, როგორც დანაშაულებრივ ორგანიზაციაზე, როგორც ბანდიტებზე, როგორც ადამიანებზე, რომლებმაც დააზიანეს ქვეყანა. და ეს არის ნაწილობრივ სიმართლე, ისინი რეალურად გააკეთეს რამეები, რომლებიც იყო დანაშაულებრივი, ძალადობრივი, დამაზიანებელი. მაგრამ ეს არ არის სრული სიმართლე.
სრული სიმართლე არის უფრო რთული. სრული სიმართლე არის ის, რომ მხედრიონი იყო პროდუქტი თავისი დროისა, პროდუქტი იმ ვითარებისა, რომელიც იყო საქართველოში 1990-იან წლებში. და ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნაწილი მხედრიონისა, მათ შორის გიგა გელაშვილი, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ რაღაცის გაკეთებას იმ რთულ დროში. ისინი ცდილობდნენ და ისინი ვერ შეძლეს იმიტომ, რომ მათი მეთოდები იყო არასწორი, იმიტომ, რომ მათი გზა იყო ძალადობრივი, იმიტომ, რომ ისინი გადააბიჯეს ხაზი, რომელიც გამოყოფს დაცვას ძალადობისგან. მაგრამ რა დარჩა მათი შემდეგ? რა არის მათი მემკვიდრეობა? ერთი მხრივ მათი მემკვიდრეობა არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ნებისმიერი უკონტროლო ძალა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად პატრიოტული იყოს მისი დასაწყისი, ბოლოს ყოველთვის მთავრდება კატასტროფით. გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ძალა, რომელიც არ არის კონტროლირებული კანონით, ყოველთვის გადაიქცევა ტირანიად. გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი იცავენ ქვეყანას, შეიძლება ბოლოს აღმოჩნდნენ როგორც ის, ვინც ზიანს აყენებს მას. მაგრამ მეორე მხრივ მათი მემკვიდრეობა არის ასევე გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი, თუნდაც ის, ვინც აკეთებს შეცდომებს, იმსახურებს გაგებას. გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ისტორია არ არის შავ-თეთრი, არამედ სავსეა ნაცრისფერი ტონებით. გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა ვცდილოთ გავიგოთ, რატომ ხდება რამე, არა მხოლოდ დაუგმოთ ის, რაც მოხდა. გიგა გელაშვილის გზა ამ სამყაროში დასრულდა რამდენიმე წლის წინ, დასრულდა მშვიდად, ციხეში, სადაც ის გაატარა თავისი ბოლო წლები. მისი ისტორია არის ისტორია ადამიანისა, რომელიც ცდილობდა იყოს ძლიერი, მაგრამ რომელმაც ბოლოს იპოვა სიმშვიდე არა ძალაში, არამედ მიღებაში. ისტორია ადამიანისა, რომელიც ცდილობდა აიკონტროლებინა ყველაფერი, მაგრამ რომელმაც ბოლოს გაიგო, რომ ზოგიერთი რამ არ არის კონტროლირებადი. ისტორია ადამიანისა, რომელიც ცდილობდა იყოს ლიდერი, მაგრამ რომელმაც ბოლოს გახდა სიმბოლო იმისა, რაც ხდება, როდესაც ძალა ცვლის კანონს, როდესაც შიში ცვლის პატივისცემას, როდესაც კონტროლი ცვლის თავისუფლებას. მაგრამ შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც რჩება, არის არა ის, თუ რა იყო გიგა გელაშვილი, არამედ ის, თუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისი ისტორიიდან. რა შეგვიძლია ვისწავლოთ იმ დროიდან, როდესაც საქართველო იყო ქაოსში და ადამიანები ეძებდნენ ძალას, რომელიც დაიცავდა მათ. რა შეგვიძლია ვისწავლოთ იმ შეცდომებიდან, რომლებიც გაკეთდა იმ დროს. და ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ეს შეცდომები არ განმეორდება მომავალში. ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, არა მხოლოდ როგორც ისტორიკოსებმა, არამედ როგორც მოქალაქეებმა, როგორც ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში დღეს და რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა იმისა, რომ ქვეყანამ არ დაუბრუნდეს იმ ქაოსს, რომელიც იყო 1990-იან წლებში. შეიძლება პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც კანონი მართავს, არა ძალა. ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი არის თანასწორი კანონის წინაშე, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერი ან სუსტი არის ის. ქვეყანა, სადაც სამართლიანობა არის არა პრივილეგია, არამედ უფლება. ქვეყანა, სადაც ადამიანებს არ სჭირდებათ შიში, რადგან ისინი იციან, რომ კანონი დაიცავს მათ. ეს არის ის ხედვა, რომლისთვისაც საქართველო იბრძოდა 1990-იან წლებში. ეს არის ის ხედვა, რომლისთვისაც საქართველო ჯერ კიდევ იბრძვის დღეს. და ეს არის ის ხედვა, რომელიც უნდა გახდეს რეალობა, თუ ჩვენ გვინდა, რომ ისტორიები, როგორიცაა გიგა გელაშვილის ისტორია, დარჩეს წარსულში და არ განმეორდეს მომავალში. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ გიგა გელაშვილი და მხედრიონის ეპოქა. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ სიმართლე ისტორიის იდოლების შესახებ.